მოგესალმებით, ვინც არ მინახიხართ. მივესალმები ეროვნულ ბანკს, საბჭოს წევრებს. დღეს ჩვენ გვაქვს 5 საკითხი, დავამტკიცოთ დღის წესრიგი. პირველი საკითხი არის საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში. მოხსენებელი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქალბატონი ნათელა თურნავა. გთხოვთ ქალბატონო. Პარლამენტო თავმჯდომარე, პარლამენტო დეპუტატებო, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშს, რომელიც მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად და მოიცავს ფულად საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას და აუდიტირებული ფინანსურ ანგარიშგებას. 2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 3.9%. რაც მიზნობრივ 3%-იანი მაჩვენებლისგან ასე ვიტყვით ზომიერად გადახრილი იყო. იყო გადახრილი, მაგრამ საკმაოდ ზომიერად ახლოს იყო მაინც მიზნობრივ მაჩვენებელთან. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, როგორიც არის საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, წლის განმავლობაში 3%-თან შედარებით დაბალი ნარჩუნდებოდა. ანუ ორივე მაჩვენებელი იყო მიზნობრივ ინფლაციაზე უფრო დაბალი. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ 2025 წელს საშუალოდ 2.2% შეადგინა, ხოლო მომსახურების სექტორში, სადაც ფასების ცვლილება შედარებით ხისტი ხასიათისაა და ამიტომ საყურადღებო მაჩვენებელია, ინფლაცია საშუალოდ 2.7%, ანუ 3%-იან ნიშნულზე დაბალი იყო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის მოლოდინები სტაბილურად ნარჩუნდებოდა, კარგად იყო მართული და ინფლაციური პროცესები ნაკლებად ყოვლის მომცველი იყო. ჩვენი პროგნოზით, ჩვენი წინა პროგნოზით 2026 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია უნდა დაბრუნებულიყო ეტაპობრივად მიზნობრივ მაჩვენებელთან. პროცესი მართლაც სწორედ ამ მიმართულებით ჩვენი პროგნოზის თანახმად ვითარდებოდა. 2025 წლის ოქტომბრის შედარებით პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 5.2% იყო, შეგახსენებთ 2025 წლის ოქტომბერში ინფლაცია. ამის შემდეგ ინფლაცია თანმიმდევრულად კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა, კერძოდ 2026 წლის იანვარში მაჩვენებელი 4.8% იყო, ანუ უკვე წამოვიდა ქვევით 3-ისკენ და მარტში 4.3%. ეს შეესაბამებოდა ჩვენს პროგნოზს და წლის მეორე ნახევრიდან უნდა დაბრუნებოდა 3%-ს. თუმცა მოგეხსენებათ, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი განვითარება ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები გლობალურად გაიზარდა, რამაც ადგილობრივადაც გააძვირა საწვავი და აპრილის ინფლაციაში დამატებით, უშუალოდ პირდაპირი ეფექტია მისი, რაც იყო 0.8% პუნქტის წვლილი შეიტანა ამ გარემოებამ ინფლაციის მაჩვენებელში. საბოლოოდ აღნიშნული მიწოდების შოკის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად აპრილში მთლიანი ინფლაცია მიზნობრივ 3%-იანი დონიდან გადაიხარა და 5.9%-ს მიაღწია. თუმცა უნდა მივაქციოთ ისევ და ისევ ყურადღება საბაზო ინფლაციას და ხისტი ფასების მაჩვენებელს. შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა, კერძოდ საბაზო ინფლაციამ აპრილში 3.2% შეადგინა, ანუ 3%-თან საკმაოდ ახლო, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7%, ანუ არ მოხვდარა ესეთი რადიკალური ზრდა ამ ორი მაჩვენებლის მიხედვით, რაც გარკვეულ წილად ოპტიმიზმს გვმატებს, რომ ეს პროცესი და მოლოდინები ჯერჯერობით არის სტაბილური და მართული. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პასუხს, ჩვენი ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას, მოგეხსენებათ 2025 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე შევინარჩუნეთ. ეს ზომიერად გამკაცრებულ პოზიციას ასახავდა, ხედავდით ჩვენ პოტენციურ რისკებს, გეოპოლიტიკურ რისკებს რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ჰქონდა ზომიერად კაცრი პოზიცია შენარჩუნებული. ეს ზომიერად გამკაცრებულ პოზიციას ასახავდა და ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობას უწყობდა ხელს. შესაბამისად, ახალ გლობალურ გამოწვევებს გარკვეულწილად წინასწარ მზადყოფნით შევხვდით.
რაც ინფლაციური პროცესების უკეთ მართვაში გვეხმარება დღესაც. თუმცა, მიმდინარე ვითარების sapasუხოდ 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით 0.25% პუნქტით, ანუ 8.25%-მდე გავზარდეთ. მონეტარული პოლიტიკის აღნიშნული ზომიერი გამკაცრება მიზნად ისახავს, ძირითადად პრევენციული ხასიათის ზომა არის, მიზნად ისახავს იმას, რომ მოწოდების მხრიდან მოქმედი შოკის ამოწურვის შემდგომ ინფლაცია მიზნობრივ საპროცენტო დონეს უფრო სწრაფად დაუბრუნდეს. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება წარმოადგენს პრევენციულ ნაბიჯს, როგორც მოგახსენეთ, რომლის მიზანია ინფლაციური პროცესების ეფექტიანად მართვა და ინფლაციური მოლოდინების სტაბილურად შენარჩუნება, როგორც ეს იყო 25 წელს. აღსანიშნავია, რომ მწვავე გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია. წინასწარი მონაცემებით 2026 წლის მარტში ეკონომიკური აქტივობის ზრდა 10.7% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში 9.1%, ანუ რეგიონთან შედარებით ეს არის საკმაოდ ძლიერი ზრდის მაჩვენებელი. ამასთანავე, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალად კვლავ მაღალპროდუქტიული სექტორები რჩება, რაც მოთხოვნის მხრიდან მიმდინარე ინფლაციურ წნეხს ნაწილობრივ აბალანსებს. ამავდროულად, აღნიშნული მაღალპროდუქტიული სექტორები საგარეო პოზიციასაც აუმჯობესებს, კერძოდ მეტწილად მომსახურებაზე არის ორიენტირებული ეს სექტორები და პროდუქციის წარმოებისას ნაკლებ იმპორტს საჭიროებს, რაც აისახა კიდევაც ჩვენ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში. შედეგად 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში ისტორიულად დაბალ დონემდე შემცირდა და 2.6% შეადგენდა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს კვლავ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები წარმოადგენდა, რომელიც წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში 4.4% შეადგინა. ასეთმა ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა შესაძლებლობა მოგვცა 2025 წელს მნიშვნელოვნად შეგვევსო საერთაშორისო რეზერვები. კერძოდ, გასულ წელს 2.4 მილიარდი დოლარის შესყიდვა განვახორციელეთ, ისე რომ ამ დროს კურსს არ დავაწექით და პირიქით მეტწილად ხდებოდა გამყარება კიდევაც კურსის. 2026 წლის თებერვალში კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელზე ავიდა ჩვენი რეზერვები 6.75 მილიარდი დოლარი. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ უცხოური ვალუტის შესყიდვას და 2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა შესყიდვამ დაახლოებით 500 მილიონი დოლარი შეადგინა. დღეს უკვე მეტი არის. ხოლო აპრილის მდგომარეობით რეზერვების მოცულობა 6.57 მილიარდი აშშ დოლარია. რეზერვების ეს დონე აღემატება ეგრეთ წოდებულ ადეკვატურობის დონეს 100%-იან მაჩვენებელს, ეგრეთ წოდებული ARI, ანუ ადეკვატურობის მეტრიკი არის, რომელსაც იყენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ის არის 106.1% დღესდღეობით. ხოლო იმპორტთან ფარდობა 3.8 თვე არის, რაც გაუმჯობესებელი მაჩვენებელია. ეს დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, კერძოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღინიშნა, რომ 2022 წლის შემდგომ პირველად საქართველოს რეზერვებმა მინიმალურ ადეკვატურობას 100%-იან დონეს გადააჭარბა. ასევე სარეიტინგო ორგანიზაცია Fitch-მა გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გაუმჯობესა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეზერვების მაღალი დონე იყო ნახსენები მის ანგარიში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა რეზერვების დივერსიფიცირების მიზნით ოქროში ინვესტირება განახორციელა. მას შემდგომ ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა. 2026 წლის april's მდგომარეობით ოქროს ფასის ცვლილების შედეგად მონეტარული ოქროს ღირებულება მისი შეძენის მომენტიდან 558.2 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, ანუ იმაზე მეტით, ვიდრე ჩვენ დავხარჯეთ ოქროს შეძენის მომენტში. 2026 წლის april's მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 16.4%-ია.
ეხლა რაც შეეხება ფინანსურ სტაბილურობას, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის შემცირებაზე, იცით რამდენადაც მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, რომ დოლარიზაცია შემცირდეს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ საფინანსო სექტორის მომხმარებლები დავიცვათ საკურსო რყევებისაგან. კერძოდ ეროვნულმა ბანკმა არაჰეჯირებული, ანუ დაუცველი ამ შემთხვევაში კურსთა სხვა ცვლილების გამო უცხოური ვალუტის სესხების 500,000 ლარიანი ლიმიტი 2025 წლის 1 აგვისტოდან 750,000 ლარამდე გაზარდა, ხოლო 2026 წლის მაისში დამატებით 1 მილიონ ლარამდე. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით 2024 წლის ბოლოსთან შედარებით სესხების დოლარიზაცია 0.7%-ით შემცირდა და 42.5%-ს შეადგენს, როდესაც, თქო უნდა, წლების წინ ეს იყო ორჯერ და მეტად მაღალი მაჩვენებელი. ასევე მცირდება დეპოზიტების დოლარიზაცია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და მეტწილად ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს. კერძოდ, 2026 წლის მარტის მდგომარეობით 24 წელთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 5.6% პუნქტით 46.6%-მდე შემცირდა. ეს მართლაც არის, ასე ვთქვათ, საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო წლებში. ამავდროულად, იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ცალკეული მოთხოვნები განაახლა. კერძოდ, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის დროებით 5% პუნქტით 90%-მდე გავზარდეთ. ასევე საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსული შემოსავლების მიმღებთათვის კოეფიციენტი იპოთეკურ სესხებზე 10% პუნქტით 80%-მდე გავზარდეთ. ისევ და ისევ იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. რაც შეეხება საბანკო სექტორს, საბანკო სექტორის მაჩვენებლები ჯანსაღია. ბანკები მაღალ კაპიტალიზირებულები არიან და უმოქმედო სესხების წილი მინიმუმზეა. 2025 წლის 31 დეკემბრისთვის საბანკო სისტემის მთლიანი საკრედიტო პორტფელი გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 14%-ით გაიზარდა, რაც მდგრადი ზრდა არის, თუ შევადარებთ ჩვენ მთლიანში პროდუქტის ნომინალური ზრდის ტემპს, ეს მთლიანობაში არის ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, კავშირში და ადეკვატური. საკრედიტო პორტფელი სექტორულად დივერსიფიცირებულია და ესეც გარკვეულწილად რისკებს ამცირებს. გასული წლების მსგავსად 2025 წელს მოხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ. მათ შორის დამტკიცდა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მოხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, დაიხვეწა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო. დამატებით კონკურენტული გარემოს გაძლიერების და მოხმარებელთა დაცვის მიზნით 2025 წლის 1 მაისიდან ფიზიკური პირების და 2 მილიონ ლარამდე ვალდებულების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის რეფინანსირებისას წინსწრებით დაფარვის საკომისიო მაქსიმალური ოდენობიდან 2%-დან შემცირდა 0.5%-მდე, ანუ 4-ჯერ. ამდენად, ცვლილებების შედეგად შემცირდა ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი. რაც ხელს უწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებას და მოხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას. საგადახდო მომსახურების მოხმარებელთა უფლებების დამატებით დაცვის მიმართულებით აღსანიშნავია საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განხილველი კომისიის მუშაობის შედეგები. კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც უსასყიდლოდ განიხილავს მოხმარებლების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, მათ შორის ბანკებთან დაკავშირებულ დავებს, ანუ მოხმარებელი და ბანკი, მოხმარებელი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც შეიძლება იყოს არასაბანკო დაწესებულებაც. ეს საჩივრები ძალიან სწრაფად და ეფექტურად განიხილება. 2025 წლის მდგომარეობით კომისიამ მიიღო წარმოებაში 158 საჩივარი, აქედან წარმოებაში იქნა მიღებული 111 საჩივარი, რომელთა დავის საგნის ჯამურმა ღირებულებამ გადააჭარბა 1 მილიონ ლარს. გადაწყვეტილი დავების 78% მოხმარებლების სასარგებლოდ სრულდება. კომისიის საქმიანობის ფარგლებში უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული ჩარიცხული თანხების მოცულობა შეადგენს 412,000 ლარს და მადლობა მინდა მოგახსენოთ კანონში შესული ცვლილების გამო, როდესაც გაიზარდა დავის საგანი 100,000-დან 100,000 აღწევს ახლა დავის საგანი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით.
2025 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამჭვირვალობის, გაუმჯობესების, ინვესტორთა დაცვისა და ბაზრის მდგრადი განვითარების ხარდაჭერის მიმართულებით. გატარებული საზედავხედველო და მარეგულირებელი ღონისძიების პარალელურად დადებითი დინამიკა შენარჩუნდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზრდის კუთხით. მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდა საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა, რომელიც 2020 წელთან შედარებით 25 წელს 2.3-ჯერ გაიზარდა და 459 მილიონ ლარს მიაღწია. ზრდადი ტენდენცია იკვეთება ობლიგაციების ბაზარზეც, ადგილობრივი კომპანიების და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 2025 წელს წლიურად გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 10.2% მოიმატა და 5.97 მილიარდ ლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კორპორაციული ობლიგაციების სეგმენტი, სადაც საჯარო ემისიებმა 25 წელს 1.58 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.3-ჯერ აღემატება. ეს არის საყურადღებო, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკულად ბანკების ალტერნატიული დაფინანსების არხი, დაფინანსების წყარო, განსაკუთრებით კორპორატიული ობლიგაციები, რომელიც არ არის დაკავშირებული ბანკებთან, ეს გამოშვებები აძლევს საშუალებას ჩვენს რეალურ სექტორს, ჩვენს ბიზნესს მოიზიდონ პირდაპირ დაფინანსება საფინანსო ბაზრიდან, არა ბანკის არხის გამოყენებით. საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკის საზედავხედველო როლი საპენსიო ფონდთან მიმართებაში. ეროვნული ბანკის საზედავხედველო მანდატს საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის გარდა დაემატა მისი ადმინისტრაციული, საოპერაციო და სხვა ფუნქციების ზედავხედველობა. აღნიშნულთან დაკავშირებით 25 წელს ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი ერთიანი წესი, რომელიც განსაზღვრავს ფონდის რეგულირების ძირითად განახლებულ ჩარჩოს. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სრული შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებით. 2025 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა ეროვნული ბანკის საკუთარი საგადახდო ინფრასტრუქტურის განახლების მხრივ. შედეგად, სულ ახლახანს დასრულდა ეს სამუშაო 2026 წლის 11 მაისს რეალურ გარემოში გაეშვა განახლებული საგადახდო პლატფორმა, რომელიც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშწორების, ეგრეთ წოდებული RTGS სისტემა და კლირინგის სისტემას აერთიანებს. გარდა ამისა, ინტენსიური განვითარების ფაზაში გადავიდა საქართველოს ეროვნული ბანკის სრულიად ახალი მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში საცალო საგადახდო სისტემის განვითარებისთვის. კომერციულ ბანკებთან ერთად არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ფინანსური ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან და ეს სექტორიც იზრდება. მათ შორის ვირტუალური აქტივის მომსახურების ეკოსისტემის, როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი დინამიკის მზარდი და სწრაფად განვითარებადი ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა დაინახა საზედავხედველო მანდატის გაფართოების საჭიროება და 2025 წლის სექტემბერში თქვენს მიერ საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც ეროვნულ ბანკს მიენიჭა ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების სრული ზედავხედველობის განხორციელების უფლებამოსილება. შეგახსენებთ, მანამდე მხოლოდ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით იყო ეს მანდატი და ეხლა ეს მანდატი მოიცავს როგორც ფულის გათეთრების ასპექტებს, ასევე სრულ ზედავხედველობას. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და 2026 წლის დასაწყისში დანერგა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივის ეკოსისტემის სამართლებრივ განსაზღვრულობას, ანუ მოწესრიგებას, ეფექტიანი საზედავხედველო ჩარჩოს შექმნას და შესაბამისად მდგრად განვითარებას. ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გასულ წელს კვლავ გრძელდებოდა აქტიური მუშაობა საქართველოში როგორც ღია ბანკინგის სერვისების გაფართოების, ისე ფინტექ კომპანიების ღია ბანკინგში ჩართვის მიმართულებით. 25 წლის განმავლობაში ღია ბანკინგის სერვისების გამოყენების მზარდი მასშტაბი ადასტურებს, რომ სისტემა მყარ და საიმედო ფუნდამენტად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველდღიური ციფრული სერვისების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. ამასთან, ფინანსურ სექტორში ინოვაციების ხელშეწყობისა და კონკრეტული ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბების მიზნით ეროვნული ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ეროვნულ სტრატეგიას ამზადებს სოფლიო ბანკის ხარდაჭერით და მთავრობის და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურ თანამშრომლობით.
25 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ავითარებდა საერთაშორისო თანამშრომლობას როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ დონეზე, რაც უმნიშვნელოვანესია გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის ფონზე. საქართველოს როგორც რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში ეს ჩვენი ძალისხმევა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პარტნიორი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერებას. ეს თანამშრომლობა არის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიზნით არის მიმართული ტრანსსაზღვრო ფინანსური სერვისების განვითარების, კაპიტალის ბაზრების დაახლოების და განვითარების და სხვა მიმართულებებით. გასულ წლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები არაერთ პარტნიორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან თუ ფინანსური სექტორის რეგულატორთან, მათ შორის ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, მიმდინარეობს მუშაობა ასევე რამოდენიმე ესეთი დოკუმენტის განახლებაზე ახალი რეალობის გათვალისწინებით. 2025 წელს ახალი თანამშრომლობის ინიციატივებს ჩაეყარა საფუძველი ევროპულ ქვეყნებთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ინდოეთთან, სომხეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და სხვა პარტნიორებთან. ამ პროცესს მნიშვნელოვანი პრაქტიკული დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით უცხოური ინვესტიციების ზრდის და ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების, ქართული ბანკების საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების ფონზე. რეგიონში ფინანსურ ხაბად პოზიციონირების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ეროვნულ ბანკმა სინგაპურის ცენტრალური ბანკის მიერ დაარსებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ჩაატარა თბილისის ფინანსური სამიტი, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ეს პირველად ჩატარდა ესეთი ღონისძიება, რომელიც ამიერიდან რეგულარულ ხასიათს შეიძენს. და ბოლოს, მინდა შევეხო ფინანსურ განათლებას, რომელსაც ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ფინანსური განათლების აქტივობების თვალსაზრისით 25 წელი გამორჩეული იყო როგორც რაოდენობრივი მაჩვენებლებით, ასევე ახალი და ინოვაციური საგანმანათლებლო პროდუქტებითაც. ჩვენი პროექტებით მოვიცავით საქართველოს ყველა რეგიონი, ჩვენს აქტივობებში ჩაერთო 20,000-ზე მეტი მოსწავლე და ზრდასრული მოქალაქე. ასევე ეროვნული ბანკი ატარებდა რეგულარულ ტრეინინგებს, აწვდიდა საჭირო ინფორმაციას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტს ან კოლეგა ცენტრალურ ბანკებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო საქმიანობა საერთაშორისო დონეზე, საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში ეროვნულ ბანკმა საერთაშორისო პარტნიორებსაც გაუზიარა გამოცდილება კერძოდ მონეტარული პოლიტიკის განხორციელების, ფინანსური ბაზრების მართვის, რეზერვებისა და აქტივების მართვის, დედოლარიზაციის, საბაზრო და საკრედიტო რისკების მართვის, ფინანსური ანგარიშგების სისტემის და კიბერ რისკების მართვის საკითხებზე. ეს არის მოკლე შედარებით მიმოხილვა ჩვენს მიერ 25 წელს გაწეული საქმიანობის, ასევე შევეხე მე ინფლაციასთან დაკავშირებით ბოლო მოვლენებს, ბოლო ტენდენციებს და მზად ვარ უპასუხო თქვენს კითხვებს. მადლობთ, ქალბატონო ნათია, შეკითხვები. ბატონი ირაკლი, ბატონი ილია. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოცულობით და საინტერესო ანგარიშისთვის. თქვენ ინფლაციაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ და მე მაინტერესებს აი ამ გარკვეული ინფლაციური რისკების ფონზე. როგორია საკრედიტო განაკვეთების დინამიკა და აი ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ძალიან საინტერესო იქნება. რა მოლოდინები გვაქვს ამასთან დაკავშირებით? ბატონო ილია, გთხოვთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მოხსენებისთვის მადლობას გიხდით. ორი კითხვა მაქვს. ძალიან კარგია ამ ყველაფრის მოსმენა ესეთი გლობალური ცვლილებების ფონზე ჩვენი ქვეყანა რო ინარჩუნებს იმ ეკონომიურ მონაცემებს, რომელიც თქვენ წარმოგვიდგინეთ დღეს. ეს ნამდვილად საამაყოა და ბევრ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე უფრო კარგი მონაცემებია ესე ციფრებით. აქედან გამომდინარე მაინტერესებს რამდენად როგორი პროგნოზი შეგიძლიათ თქვენ გქონდეთ დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყანა რო მაგალითად შეუერთეს ევროკავშირის იმ ეკონომიურ გაერთიანებას როგორ იმოქმედებს თქვენი აზრით დღეს საქართველოს იმ ზრდად ეკონომიკურ მონაცემებზე, რომელიც დღეს გვაქვს შენარჩუნებული ამ რთულ პერიოდში. ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა მაინტერესებს თქვენ აღნიშნეთ, რომ 70% დავების, რომელიც ბანკს და კლიენტს შორის
იყო გადაწყდა კლიენტის მიმართ დადებითად. ამის ფონზე იყო თუ არა გაცემული ბანკებს და ფინანსურ ინსტიტუტების მიმართ რეკომენდაციები იმასთან მიმართებაში, რომ მსგავსი რამე გაითვალისწინონ და ესეთი შეცდომები ან რა ვიცი, გარდაცდომები, რომელმაც გამოიწვია ეს შედეგი, რომ არ განმეორდეს. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მეორე კითხვა. გთხოვთ. მოგესალმებით ხალბატონო ნათია. ესეთი კითხვა მაქვს. აპირებს თუ არა წელს ეროვნული ბანკი შეიძინოს ოქრო და თუ აპირებს რა რაოდენობით? მადლობა. სხვა შეკითხვა ბატონი ბეჟანი. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ხალბატონო ნათია. თითქმის ყველა სარეიტინგო სააგენტოებმა აღნიშნენ, რომ საქართველოს ბანკის სექტორი მომგებიანია, რომელიც ფიჩის ბოლო მონაცემებით დასტურდება, სადაც ხალხგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკაში არსებული ძლიერი შიდე ეკონომიკური გარემო კვლავ უწყობს ხელს საბანკო სექტორის ფინანსურ მაჩვენებლების სიმყარეს და სექტორის მომგებიანობა და კაპიტალიზაციას. ეს ძალიან კარგი, მაგრამ ხომ არ იქნება თქვენი აზრი მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის აუცილებელი და კარგი იქნება ჩემის აზრით, რომ გაიზარდოს ხელშეწყობა, რომ საბანკო სექტორში იყოს მეტი კონკურენცია. ეს მე მგონი კიდევ უფრო განავითარებს ბანკის მომსახურების დონეს, აწევს მაღალ დონეზე კიდევ უფრო და გააიაფებს სესხის პროცესს. აი ამასთან მაინტერესებს ხალბატონო ნათია თქვენი შეხედულება. მადლობა. სხვა შეკითხვები არ არის, მეც მაქვს ხალბატონო ნათია რამოდენიმე შეკითხვა. ზოგადად კარგია, რომ ადრე მახსოვს ლარის კურსზე ბიუჯეტის დეფიციტზე იყო ხოლმე ერთი ამბავი და ახლა საკითხები ასე აქტუალურად აღარ დგას. მე რა შეკითხვა მაქვს? დეკემბერში მივიღეთ ჩვენ კანონი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით და თავმდევი კანონები, სადაც ძალიან ბევრი კარგი თემა იყო, განსაკუთრებით კრიპტოვალუტის რეგულირება, ჭკვიანი მარშრუტიზაცია და ონლაინ ბანკინგთან დაკავშირებით. სხვაც იყო, მაგრამ აი ეს ძირითადი სამი საკითხი და რა მდგომარეობა არის აღსრულების კუთხით და სად ვართ ამ წუთში. კარგით, ამით შეკითხვები ამოიწურა, ხალბატონო ნათია, გთხოვთ უპასუხოთ. მადლობას მოგახსენებთ შინაარსიანი შეკითხვებისთვის, მართლაც მომეცა საშუალება, რომ რაც ვერ დავფარე მოხსენებაში, რომ კიდევ მეტად ასე ვთქვათ აქცენტირებულად მოგაწოდოთ. ბატონი ირაკლის შეკითხვა, ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთების დინამიკა. ინფლაციასთან დაკავშირებით მოგახსენეთ რა ვითარებაც არის, გავმეორდები. ძირითადად დღესდღეობით ინფლაციური წნეხი მომდინარეობს გარე ბაზრებიდან, გარე შოკებიდან. მე ილუსტრირებას გავაკეთე, რომ ვიდრე განვითარდებოდა ახალი კონფლიქტი ასე ვთქვათ, ირანთან დაკავშირებით თუ რამდენად დაღმავალი იყო ინფლაციის ტრაექტორია და ის უახლოვდებოდა ეტაპობრივად თავის 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს, ოქტომბრის შემდეგ ქვევით მოდიოდა და ზუსტად ჩვენი პროგნოზის მიხედვით მოძრაობდა, მაგრამ განვითარებულმა კონფლიქტმა, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, მიწოდების ჯაჭვების რღვევამ განაპირობა ძალიან დიდი სერიოზული შოკი მიწოდების მხარეს, რასაც ქვია, ეს შოკი მომდინარეობს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნავთობის და ნავთობპროდუქტების ბაზრებიდან, მაგრამ არა მხოლოდ, ამასთან დაკავშირებული ბევრი სხვა სასაქონლო პროდუქციაზეც აისახა ეს გლობალურად, იქნება ეს სასუქები, მოგზაურების ხვრობის ხარჯები თუ სხვა და სხვა. და ამან იმოქმედა მთლიანად, რა თქმა უნდა, მსოფლიოზე, თქვენ ალბათ შეგიძლიათ ნახოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, თუნდაც რომელმაც სერიოზულად გაზარდა ინფლაციური პროგნოზები, როგორც გლობალურად, ასევე ორივე განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ჯგუფისთვის და შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. რაც სხვათა შორის არ არის საქართველოს შემთხვევა, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მაგალითად ვთვლით, რომ გლობალური შოკის ზემოქმედება ჩვენს რეალურ სექტორზე არ იქნება მასშტაბური და ეკონომიკური ზრდის მხარეს ყოველთვის არ შეეხება, ისევე როგორც არ მოველით
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის საგრძნობ გაუარესებას, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ექსპორტი პირიქით იზრდება. აპრილის მაჩვენებლებია 16%-ზე მეტი არის ექსპორტის ზრდა, იმპორტი პირიქით მცირდება. ასე რომ ჩვენ შემთხვევაში ძირითადი არხი, რითიც ეს გლობალური შოკი ზემოქმედებს და გააჩნია რამდენხანს გაგრძელდება მომავალში შეიძლება იყოს ეს ზემოქმედება საქართველოზე, ეს არის ინფლაცია, რომელიც მომდინარეობს გლობალური ფასების დინამიკიდან, მიწოდების მხარეს არის, ასე ვთქვათ. როდესაც იზრდება ზოგადად რისკები, ეს მოასწავებს ფინანსური პირობების და დაფინანსების, ასე ვთქვათ, პირობების გამკაცრებას. ჩვენც გადავდგით გარკვეული ნაბიჯი, იცით, მართალია, ასე ვთქვათ, შედარებით ზომიერი გამკაცრება იყო ჩვენ შემთხვევაში, წმინდა პრევენციული, იმისთვის, რომ კლავაც მართოთ ეს მოლოდინები. მომავალში მოსალოდნელია, რომ სხვა ცენტრალური ბანკებიც ამ მაგალითს გაუყვებიან, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ევროზონაში საგრძნობლად არის გაზრდილი ინფლაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის გაზრდილი ინფლაცია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დოლარის და ევროს, ასე ვთქვათ, ფონდების ღირებულებიდან გამომდინარე. აქაც ველოდებით, რომ საპროცენტო განაკვეთები აიწევა, დაფინანსების პირობები გამკაცრდება, ეს რა თქმა უნდა, საპროცენტო განაკვეთზე შიგნითაც გარკვეულწილად იმოქმედებს. მაგრამ საინტერესო არის, როგორი დინამიკა გააჩნია ლარში, ანუ რაც ჩვენი ეროვნული ვალუტა არის, ლარში გაცემულ ცესხებს. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაურკვევლობა ძლიერდება, ანუ რეგიონალური რისკები იზრდება, ჩვენთან ლარში ახალგაცემული ცესხების საპროცენტო განაკვეთებს აქვს მკვეთრად გამოხატული დაღმავალი დინამიკა. აი, მაგალითად სტატისტიკას მოვიყვან, იპოთეკურ ცესხებზე საშუალო განაკვეთი 2025 წლის იანვრის 13.4%-დან ეს გასაშვალოებული არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ სტატისტიკა გვაქვს, ვაგროვებთ, 2026 წლის მარტში 11.9%-მდე შემცირდა, ანუ 1.9% პუნქტით. ბიზნესის შემთხვევაში, ბიზნეს ცესხების შემთხვევაში 2025 წლის სექტემბრის 14.4%-დან განაკვეთი შემცირდა 2026 წლის მარტში 12.8%-მდე, ანუ საშუალოდ ვამბობ, რა თქმა უნდა, ახლა თითოეული შემთხვევა უნიკალურია, მაგრამ საშუალოდ აი ესეთი დაღმავალი სტატისტიკა აქაც 1.6% პუნქტით არის შემცირებული და ეს მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა არის, სახეზე არის და გარკვეული რისკები არის. ამას ჩვენ ვხსნით რამოდენიმე ფაქტორით. პირველი ეს არის საკრედიტო რისკების შემცირება ჩვენს უშუალო ჩვენს საბანკო სისტემაში და საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება და შედეგად ნაკლებ რისკს ხედავენ ბანკები და აქვთ საშუალება, რომ შეარბინონ საკრედიტო პირობები. და მეორე ფაქტორიც მნიშვნელოვანია, მე ვახსენე დედოლარიზაცია, ლარიზაცია, ლარის მიმართ ნდობის გაზრდა, რამაც გამოიწვია სერიოზულად დეპოზიტების გალარება და როგორც ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები არჩევენ დღეს ლარს როგორც ვალუტას, როგორც დეპოზიტების კომფორტული პირობებიდან გამომდინარე, ასევე ნდობის ხარისხის ამაღლებიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ საბანკო სისტემაში გაჩნდა გრძელვადიანი ლარის ლიკვიდობა და შესაბამისად აქედან გამომდინარეც ბანკებს შეუძლიათ, რომ გარკვეულწილად შეარბილონ დაკრედიტების პირობები. აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი ინფლაციის, ასე ვთქვათ, არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, რომელიც არ არის ბოლომდე ჩვენს კონტროლს ქვეშ და აქედან გამომდინარე, გაურკვევლობის ხარისხი მაღალია. საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით და მათ დინამიკასთან დაკავშირებით დღესდღეობით ჩვენ, ასე ვთქვათ, უფრო ოპტიმისტური ხედვა და პროგნოზი გვაქვს. ხო, უკვე მიმდინარეობს ეს ლარში საპროცენტო განაკვეთების გარკვეული დაღმავალი ტენდენცია. მე ავხსენი, რომ ეს არის ლარის ლიკვიდობა, რომ დედოლარიზაციის, ანუ ლარიზაციის შედეგად დეპოზიტებში, ეს არის საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება, ბანკების მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესება და აქედან გამომდინარე არ ველით, რომ ეხლა ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში გაზრდილმა ინფლაციურმა რისკებმა რაიმე დარტყმა მიაყენონ საპროცენტო განაკვეთებს ამ თვალსაზრისით. და ინფლაციაზეც მინდა ისევ გამეორდე, რახან ეს თქვენი კითხვა ინფლაციის პროგნოზსაც მოიცავდა. ინფლაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია, როგორც ვთქვი, გააჩნია რამდენხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი და გარე ბაზრებზე ნავთობის ფასების დინამიკა როგორი იქნება. ჩვენ პრინციპში
გვაიმედებს ის ფაქტი, რომ როგორც მოგახსენეთ, თვითონ ხისტი ფასების მაჩვენებლები, ანუ საბაზო ინფლაცია და მომსახურების ფასების ინფლაცია, კვლავაც არ არის ძალიან მნიშვნელოვნად გადახრილი 3%-იანი მიზნობრივი ნიშნულიდან, ნარჩუნდება ახლოს 3.2% და 3.7% შესაბამისად. და ეს პოზიტიური ტენდენცია არის, ეს ნიშნავს, რომ ინფლაციური მოლოდინები არის საკმაოდ კარგად მართული. ასევე პოზიტიური არის ჩვენ შემთხვევაში ის, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა მომდინარეობს მაღალპროდუქტიული დარგებიდან, როგორიც არის საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაცია, როგორიც არის განათლება, როგორიც არის საფინანსო სექტორი, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება. და ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის მხრიდან ზეწოლა ინფლაციური განეიტრალებულია, ანუ აქედან არ მომდინარეობს არსებითი ინფლაციური ზეწოლა. ესეც პოზიტიური ფაქტორია და ჩვენ გვაქვს საქმე მხოლოდ მიწოდების შოკთან ამ ეტაპზე. მესამე პოზიტიური ფაქტორი ეს არის ჩვენ სავალუტო ბაზარზე არსებული სტაბილური ვითარება, ის რო ხდება ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება ამ დღეებში. ბაზარი განაგებს ამას, მაგრამ ჩვენ ამის მოწმეები ვართ და ამას განაპირობებს ძლიერი მაკროეკონომიკური ფაქტორები და ძლიერი შემოდინება სავალუტო ჩვენს ბაზარზე. ესეც გარკვეულწილად ამცირებს იმპორტული საქონლიდან ინფლაციურ წნეხს და ესეც პოზიტიურად მოქმედებს, ანტიინფლაციურად მოქმედებს ჩვენ შემთხვევაში. აი, თუ შეგვიძლია რომ დავახასიათოთ, ანუ ბევრი ფაქტორია, რომელიც შემაკავებელია ჩვენ შემთხვევაში ინფლაციის, არის ერთი მთავარი ფაქტორი, ეს არის გაურკვევლობა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამას ჩვენ მართავთ. აქედან ჩვენი, ასე ვთქვათ, მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრების გზით. ბატონი ილიას კითხვა მე ასე გავიგე, რომ ევროზონას თუ შეუერთდებით ამ შემთხვევაში. ევროზონას თუ შეუერთდებით, ჩვენც ნაადრევია, მე ვფიქრობ ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს დიდი დისკუსიის საგანია ზოგადად, თვითონ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც ეტაპობრივად ხდება ეს პროცესი და ბევრი პლუსი და მინუსი ახლავს ამას. ახლა დღესდღეობით ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის ლარის მიმართ ნდობა გამტკიცებული არის, ჩვენ პირიქით ეგრეთ წოდებული დედოლარიზაციის გზით მივდივართ, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი მსესხებელი ვალდებულებებს ფლობდეს, გააჩნდეს ვალდებულებები იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი, ძირითადად ლარი არის შემოსავალი და ლარში უნდა გქონდეთ ვალდებულებები და ეს უფრო მეტად დაცულს ხდის ჩვენ სისტემას და ვხედავთ კიდევაც, რომ ნდობა ლარის მიმართ, ლარის საფინანსო ინსტრუმენტების, ლარში ინვესტირების მიმართ არის საკმაოდ გაზრდილი. დავებთან დაკავშირებით, დიახ, ესე იგი, დავების თვითონ საბჭო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის კონკრეტულ შემთხვევებს განიხილავს, წვეთს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ კომისიაში ასევე მონაწილეობენ ჩვენი საგადახდო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები. სწორედ იმიტომ, რომ თუ ჩვენ დავინახეთ, რომ რომელიმე შემთხვევა გავრცობადია და ეს არ არის ერთი კონკრეტული გადაცდომა, არამედ ეს არის მომდინარეობს დაუშვათ იქიდან, რომ შეიძლება საკანონმდებლო ჩარჩო არ იყოს ბოლომდე დახვეწილი, ან რაღაცა არა სამართლიანი პრაქტიკის განვითარებასთან გვაქვს საქმე დაუშვათ საგადახდო პროვაიდერებს შორის, ბანკებში, სხვა პროვაიდერებში, ჩვენ ამის განზოგადებას ვაკეთებთ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ შემდეგ შესაბამისი მითითებები უკვე რეკომენდაციას ვერ დავარქვევ სავალდებულო შესასრულებლად მიეცათ მთლიანად საბანკო სისტემას. ძალიან კარგი პლატფორმაა ეს კომისია ჩვენთვის, რომ ჩვენ სწორედ დავინახოთ დროულად სხვადასხვა რისკი. ეს ძირითადად ეხება არაავტორიზებულ გადახდებს. ეს არის დაცულობა პერსონალური მონაცემების, ეს არის კიბერრისკებთან გამკლავება და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა დამერწმუნებით, იმიტომ რომ ელექტრონული არხით ხდება ძირითადად გადახდები, იქნება ეს მობილბანკი თუ რაღაც სხვა, ასე ვთქვათ, საბარათე გადახდები და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ დროულად პრობლემა. ეგრევე გადადის ეს ჩვენს რეგულაციაში და მითითებაში. ბატონ გიორგი, ოქროს ვიყიდით თუ არა? მე მოგახსენეთ, რამდენად, ასე ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან, ჩვენი პორტფელის დივერსიფიცირება. ბევრმა სხვა ცენტრალურმა ბანკმაც გააკეთა, მათ შორის ევროპულმა ცენტრალურმა ბანკებმა, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო პირველი, როდესაც ჩვენ დივერსიფიცირება გავაკეთეთ არა მხოლოდ სხვადასხვა ვალუტების თვალსაზრისით, აქაც ვთილობთ დივერსიფიცირებას, არამედ კონკრეტულად ოქრო, ესეთი ახალი კლასი აქტივის შევიძინეთ და საკმაოდ მაღალი შენატანი გააკეთა ამან ჩვენს რეზერვებში.
დღესდღეობით არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გავაგრძელოთ ჩვენ ეტაპობრივად ოქროს შეძენა, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ჩვენ რეზერვების აკუმულირება მიმდინარეობს, რეზერვების დაგროვება მიმდინარეობს, ბაზარზე არის ძალიან ხელსაყრელი ვითარება იმ თვალსაზრისით, რომ უცხოური ვალუტა ძლიერად შემოდის, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ კვლავ და კვლავ ვზარდოთ რეზერვები და ცხადია, პროპორციულად უნდა გავზარდოთ ოქროს პორტფელი ჩვენს მთლიან რეზერვებშიც. ამას პირიქით განვიხილავთ კოლეგებთან ერთად და მივესალმებით ასეთ გადაწყვეტილებას. ბატონ ბეჟან, საბანკო სექტორში მეტი კონკურენცია კი, ეს არის საკმაოდ ისეთი კომპლექსური პრობლემა, რომელიც დღეს არ შექმნილა, იცით, რომ მაღალ კონცენტრირებულია ჩვენი ისტორიულად მაღალ კონცენტრირებულია ჩვენი საბანკო სისტემა, სადაც ორი წამყვანი ძირითადი საბანკო ინსტიტუტია ასე ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალური, ესე იგი, ძალისხმევა არ მიმართოთ იქითკენ, რომ შევუწყოთ ხელი კონკურენციას. დღესდღეობით რამოდენიმე პოზიტიური განვითარება ამ თვალსაზრისით, ერთი ცალსახად პოზიტიური განვითარება არის, რომ მოხდა, ესე იგი, ბაზის ბანკის და ლიბერტი ბანკის შერწყმა, შერწყვა ჯერ მიმდინარეობს თვითონ ტექნიკურად პროცესი, მაგრამ ეს გაერთიანება, მოდი ასე ვთქვათ, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც იმ ორ ბანკთან შედარებით პატარაა მაინც ეს გაერთიანებული ბანკი, მაგრამ მაინც უფრო მეტი შესაძლებლობას აძლევს ამ საბანკო, ესე ვთქვათ, ინსტიტუტს გახდეს მეტად პროაქტიული, მეტად კონკურენტული, უფრო მსხვილი სესხების შესთავაზოს ჩვენ რეალურ სექტორს, იმიტომ რომ ეგ პრობლემაც არის, ჩვენი რეალური ეკონომიკა სწრაფად იზრდება, სურს რომ უფრო დიდი ოდენობით დაკრედიტება და ფინანსები მოიზიდოს და ბანკს უნდა შეეძლოს, რომ შედარებით მსხვილი სესხებით შესთავაზოს. ასევე მეტი შესაძლებლობა ექნება თუნდაც სხვა ბანკებთან სინდიცირებით, უფრო მსხვილი შეთავაზებები გააკეთოს და მსხვილი სესხები გასცეს და რა თქმა უნდა საპროცენტო განაკვეთების თვალსაზრისითაც მეტად იყოს კონკურენტული. ეგ ერთი. მეორე მიმართულება ეს არის კანონმდებლობის მხარდაჭერით საგადახდო სექტორის განვითარება. საგადახდო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ის სფეროა, სადაც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები, გადახდის სერვის პროვაიდერები კონკურირებენ ჩვენ საბანკო სისტემასთან და აქ ვეღარ ვიტყვით, რომ დაუშვათ არის იმდენად კონცენტრირებული, როგორც ეს აქამდე იყო. საგადახდო სფერო არის ის სფერო, სადაც კონკურენცია ყველაზე სწრაფად შემოვიდა, მათ შორის აი ღია ბანკინგის წესების დამკვიდრებით და ფინტეკების წახალისებით და ასე შემდეგ. აქ ვფიქრობთ სწორედაც, რომ არის შესაძლებლობა, რომ მეტად იყოს კონკურენტული და შემცირდეს საკომისიოები. აქ პირველ რიგში საკომისიოებს ეხება ეს. დანარჩენი სპეციალური განყოფილება ყავს ჩვენ შექმნილი, რომელიც კონკურენციის შესაძლო დარღვევების ფაქტებს იკვლევს საფინანსო სექტორში, საბანკო სექტორში, ანუ ჩვენ ზედავხედულობას მიკუთვნებულ სექტორში. თუ კი ესეთი ფაქტი არის, ჩვენ მანდ აქტიურად ვერთვებით. ამექსთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ ძალიან დადებითად განვითარდა ესეთი დავა ორ საბანკო ინსტიტუტს შორის, რის შედეგადაც ამექსმა გახსნა თავისი საბარათე სივრცე ყველა სხვა საფინანსო ორგანიზაციისთვის. ეს ერთი კონკრეტული შემთხვევა. ჩვენ ზოგადადაც მომავალში გზად ვართ, რომ ნებისმიერი ესეთი დარღვევა განვიხილოთ, თუ კი ჩვენ მოგმართავს რომელიმე მხარე. ბატონ პაატას კითხვები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი პარლამენტში თქვენი ინიციატივით და ჩვენი ჩართულობით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ერთი ეს არის ჭკვიანი მარშრუტიზაცია, მოგეხსენებათ ჩვენ გარკვეული ვადა მოგვეცა, რომ ჩვენ ჭკვიანი მარშრუტიზაციის კანონში კონცეფციის დანერგვის შემდეგ უკვე კანონქვემდებარე აქტებით შეგვემუშავებინა, შეგახსენებთ, რომ რას ეხებოდა თვითონ შინაარსობრივად ეს ცვლილება, ის გულისხმობს ბარათით გადახდის ოპერაციების დამუშავებისას ისეთი მექანიზმების დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციის ოპტიმალურ საგადახდო არხის არჩევას, ანუ ესეთ ნეიტრალური საგადახდო არხი, ოპტიმალური დროის თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ღირებულების სისწრაფის და სხვა ტექნიკური მახასიათებლების და ეკონომიკური მახასიათებლების თვალსაზრისით.
ამ ეტაპზე ჩვენ შევიმუშავეთ და ესე იგი ავამოქმედეთ ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის განხილვის, ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების უზრუნველყოფის წესი და ამ წესის მიხედვით ვაგრძელებთ მუშაობას საფინანსო დაწესებულებებთან. ჩვენ მათ მოვთხოვეთ და მივიღეთ მათგან მათი ხედვები მომავალ სტანდარტთან, იმიტომ რომ ჭკვიანი მარშრუტიზაციის კონკრეტული ტექნიკური სტანდარტი უნდა დავნერგოთ. ეს სტანდარტი, რა თქმა უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტიან საბარათე ტრანზაქციის დამუშავებას, მაგრამ ამავდროულად უნდა იყოს განხორციელებადი. აი ამ ეტაპზე ვართ ჩვენ და ვფიქრობთ, რომ მალე ეს სტანდარტიც იქნება შემუშავებული და დანერგილი. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება აქვე იყო, მე გამოვყოფ ასე ვთქვათ, როგორც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კონკურენციის წახალისების თვალსაზრისით, ის რომ ჩვენ არასაბანკო საგადახდო სერვის პროვაიდერებს, ანუ PSP-ებს, საგადახდო სერვის პროვაიდერებს დავრთეთ ნება, რომ ჩვენთან ეროვნულ ბანკში მათ ქონდეთ გახსნილი ანგარიშსწორების ანგარიშები, რაც ადრე არ იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკებზე ნაკლებად დამოკიდებულები იქნებიან ამ მიმართულებით და ეს ნიშნავს უკეთეს, უფრო ხელმისაწვდომ სერვისებს, რასაც ბანკებიც და PSP-ებიც შესთავაზებენ მომხმარებელს ამის შედეგად და კრიპტო ორგანიზაციები, ვის მუშაობს კრიპტოვალუტებთან, ეს არის ეგრეთ წოდებული ვასპები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კანონის შეტანილი ცვლილების შედეგად მოგვეცა სრული ზედამხედველობის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის სწრაფად განვითარებადი დარგი და შესაბამისად ჩვენი არეგულირებელი ჩარჩოც უნდა სწრაფად ვითარდებოდეს იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. ანუ დღესდღეობით ჩვენ ვართ უკვე პასუხისმგებლები არა მხოლოდ ფულის გათეთრების თვალსაზრისით ვასპების კონტროლზე, არამედ სხვა სახის ზედამხედველობა, ეგრეთ წოდებული პრუდენციული ზედამხედველობა, ეს ნიშნავს მათი კაპიტალის ადეკვატურობის, ლიკვიდობის მაჩვენებლების ზედამხედველობას, საოპერაციო რისკების ზედამხედველობას, რიგ შემთხვევაში, როცა მსხვილ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე, მათ კორპორატიული პრაქტიკის ზედამხედველობას, კიბერუსაფრთხოებას და ბევრი სხვა მიმართულება, რაც მნიშვნელოვანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რა თქმა უნდა, ამ სექტორში, რაც არის კრიტიკული, როდესაც საქმე ეხება კრიპტო ინსტრუმენტებს. პირველი, რაც უკვე ავამოქმედეთ, ეს არის სტაბილური ვირტუალური ვალუტის, ანუ ეგრეთ წოდებული stable coin-ების პირველადი შეთავაზების წესი, სადაც საკმაოდ მკაცრი პირობები წაუყენეთ ისეთ ორგანიზაციებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ სტაბილური კრიპტოვალუტა გამოუშვა, აქამდე ეს ჩარჩო არ არსებობდა, კანონის შეტანის ცვლილებამ მოგცა ჩვენ ამის დანერგვის საშუალება და ჩვენ გვაქვს კიდე გარკვეული ვადები შემოდგომამდე ჩვენ ეტაპობრივად ამ ჩარჩოს კიდევ გავაფართოვებთ სხვა ახალი წესებით და ნორმატიული აქტებით. აი ეს იყო მოკლედ მადლობთ. შემდეგ ეტაპზე დაზუსტება თუ არის, მე მგონი ამ მომწურავი პასუხები იყო, მაგრამ დაზუსტება არ არის. რამოდენიმე სიტყვით მეც მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. პირველ რიგში დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას ამ მომწურავი პრეზენტაციისათვის. დღეს ეროვნული ბანკი დგას მყარად ფეხზე ყველა მიმართულებით, მე მგონი ასე არასოდეს არ ყოფილა. ლარის კურსი სტაბილურია, რეზერვები გაცდა 6 მილიარდს და ის აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, რაც არის დაწესებული როგორც ძველი სტანდარტებით, ისე ახალი სტანდარტებით. ცუდი სესხები, ეგრეთ წოდებული პრობლემური სესხები, რომელიც მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისთვის, არის ძალიან დაბალ დონეზე, 2%-ის ფარგლებში. მინდა შეგახსენოთ 12 წელში ეს 12 იყო, ჩვენ დროს უკვე 20 წელში 8% იყო და ეს ერთ-ერთი კი რა საუკეთესოა რეგიონში და უტოლდება ევროპულ სტანდარტებს. განსაკუთრებით მინდა დეპოზიტები გამოვყო, რაც აქ ისაურა ქალბატონმა ნათიამ. ჯერ ის რომ აი 10 წლის რო არ წავიდეთ, ხშირად გვეუბნებიან ძველ პერიოდზე 10 წლის მასშტაბით რო ავიღოთ, 14 მილიარდი იყო, როგორც მოსახლეობის, ისევე იურიდიული პირების ანგარიშები ბანკებში. დღეს ავიდა 67 მილიარდზე. თითქმის თანაბრად კერძო და იურიდიული პირ და სტრუქტურულადაც გაუმჯობესდა. თუ ადრე დოლარში 71% იყო, ეხლა 47%-ზე ჩამოვიდა. ეს ყველაფერი ანგარიში არის წარმოდგენილი და ჩემი აზრით ძალიან კარგი შედეგია.
რაც შეეხება ინფლაციას დროს არ დავგარქამ ძალიან მომწურავად ისაუბრა ქალბატონ ნათიამ და მე მგონი ყველაფერი გასაგებია. დიდი მადლობა და თუ არაფერი გაქვთ დამატებით სათქმელი, წარმატებას გისურვებთ. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის მიმოხილვა. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით. მე მოგახსენებთ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებს, შემდგომში თუ კითხვები იქნება, მზად ვარ თქვენს კითხვებს უპასუხო. დავიწყებ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, მოგეხსენებათ ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, თუმცა წლის პირველ კვარტალში ჰქონდა უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობა, კერძოდ იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 7.9%, თებერვალში 8.8%, ხოლო მარტში დაფიქსირდა 10.7%, რაც საშუალოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 9.1%-ს უტოლდება პირველ კვარტალში. ინფლაციის მაჩვენებელი იყო 4.3%, მარტში საშუალო ინფლაცია ბოლო 12 თვის განმავლობაში იყო 4.4%, აქ აღარ გავჩერდები, საკმაოდ ბევრი ისაუბრა ეროვნულ ბანკმა ინფლაციასთან დაკავშირებით. საგარეო სექტორსაც შეეხება წელს პირველ 3 თვეში ჯამში იყო საქონლის საგარეო ვაჭრობა 5 მილიარდ 867 მილიონი დოლარი, აქედან ექსპორტის მაჩვენებელი იყო 1.723 მილიონი დოლარი, რაც დაახლოებით 23.4%-ით მეტია წინადადთან შედარებით, ხოლო იმპორტი 4.153 მილიონი დოლარი იყო, რაც 7%-ით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორებს, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ევროკავშირი, რომლის წილით მთლიან ვაჭრობაში იყო 21.4%, შემდგომ მოდის თურქეთი 13.7%-ით, რუსეთი 12.6%-ით, ჩინეთი 11.8%-ით, ხოლო აშშ 7.6%-ით. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, საგარეო სექტორში ეს ტურიზმის ნაწილში, ტურიზმი გარკვეული მოლოდინი იყო, რომ ფრენების შეფერხებიდან გამომდინარე შეიძლება შეფერხება შემცირებულიყო, თუმცა საბოლოო ჯამში, როგორც კი ფრენების აღდგენა მოხდა, კისერად მოხდა ტურისტული ნაკადების აღდგენაც, ჯამში 1.170.000 ვიზიტორი იყო საქართველოში წლის პირველ კვარტალში, ეს არის 0.2%-ით ნაკლები, თუმცა უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა იყო 997.000, რაც დაახლოებით 4%-იანი მატებაა გასულ წელთან შედარებით. რაც შეეხება ფულის შემოდინებას, უკვე აქ დაახლოებით 830 მილიონი დოლარი იქნა წლის პირველ კვარტალში მიღებული ტურიზმიდან, რაც მცირედით 0.5%-ით აჭარბებს გასული წლის მაჩვენებელს, ევროკავშირიდან არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით, ხოლო ისრაელიდან მაინც შემცირება გვაქვს 17.5%-ის ოდენობით. ფულად გზავნილებს რაც შეეხება მზარდია 14.4%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით და 798 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, ჩვენ შემოსავლები გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული 6.952 მილიონ დოლარს გადააჭარბა, შემოსავლებმა 102.6% შეადგინა გეგმიური მაჩვენებლის, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები იყო 6.329 მილიონ დოლარზე მეტი, რაც 100.9%-ია და ამავდროულად 634 მილიონ დოლარამდე იქნა დღგ-ის სახით დაბრუნებული. გრანტების ნაწილში 113 მილიონი დოლარი 99%-ამდეა შესრულების მაჩვენებელი, ხოლო სხვა შემოსავლებში 499 მილიონ დოლარზე მეტი იყო და აქაც შესრულება 130.2%. ასევე პრივატიზაციის მაჩვენებელიც არის გადაჭარბებით შესრულებული 119.8 მილიონი დოლარი მიიღო ბიუჯეტმა პრივატიზაციის ნაწილში, ეს არის ნაერთი ბიუჯეტი, ხოლო რაც შეეხება დეფიციტს და ვალის მაჩვენებელს, მოგეხსენება ჩვენ დეფიციტი განსაზღვრული გვაქვს თლიაში და პროდუქტთან მიმართებაში 2.5%-ის დონეზე, თუმცა გადაჭარბებით მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე პირველ კვარტალში ჰქონდა პროფიციტული მაჩვენებელი 0.24% იყო პროფიციტის მაჩვენებელი. რაც შეეხება ვალის ნაწილში, ვალში 31.6% შეადგინა პირველი კვარტლის ბოლოს მთავრობის ვალის მაჩვენებელმა, მოგეხსენებათ პროგნოზი წლის ბოლოსთვის არის დაახლოებით 33.5% მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში.
რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს, აქაც შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული 5 მილიარდ 983 მილიონ ლარამდეა შემოსული შემოსავლების სახით 101.6%, გადასახადების შესრულება გვაქვს 100.5%, 5 მილიარდ 593 მილიონი ლარი, 114 მილიონ ლარს აჭარბებს გრანტების მაჩვენებელი და 101.9%-ია, ხოლო სხვა შემოსავლები 274 მილიონი ლარი და 130.9%-ია. რაც შეეხება პრივატიზაციას, უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის წილი რაც არის 65 მილიონ ლარს გადააჭარბა და 173%-ია შესრულების მაჩვენებელი, ხოლო სესხების დაბრუნების სახით მივიღეთ 75 მილიონ ლარზე მეტი და 115.8%-ია. ვალების ნაწილში შეეხება ვალდებულებების დასა და კლების მაჩვენებელს 210 მილიონი ლარი მივიღეთ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, 138 მილიონს ლარს აჭარბებ და საინვესტიციო კრედიტების დათვისების მაჩვენებელი და ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ყველასთვის ცნობილია, იანვარში ჩვენ გამოვუშვით ახალი ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ოდენობით, მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან 5.5-ჯერ აღემატებოდა ემისიის მოცულობას, რამაც საბოლოო ჯამში იმოქმედა საპროცენტო განაკვეთზეც 5.150% დაფიქსირდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თავიდანვე აღინიშნა ბანკების მხრიდან, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, რომ კოვიდის შემდგომ, რაც გაიზარდა როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის, ასევე ამერიკის ფედერალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთები, არასაინვესტიციო რეიტინგის ქვეყანას მსგავსი პროცენტი, მსგავსი კუპონი არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება საგარეო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას მილიარდ 552 მილიონ ლარზე მეტი მიიმართა და აქ ძირითადი წილი, რა თქმა უნდა, ევროობლიგაციების გასტუმრება, რეფინანსირება რაც მოხდა, ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 409 მილიონი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ჯამში მოგეხსენებათ ბიუჯეტის ჯამური მოცულობა წლიური არის 30 მილიარდ 891 მილიონ ლარზე მეტი, პირველ კვარტალში საკაცო შესრულება შეადგინა 7 მილიარდ 238 მილიონ ლარს, რაც წლიური გეგმის 23.4%-ია, ხოლო კვარტალში პროგნოზირებული გეგმის 91.6%. აქ ჩვენ უწყებების კუთხით განსხვავებული სურათი გვაქვს, საშუალო მაჩვენებელი მოგახსენებთ 92%-მდეა, თუმცა არის უწყებები, სადაც გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული, მაგალითად ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში ჰქონდა გადაჭარბება 451 მილიონ ლარზე მეტი ის ათვისება მოხდა ჯამში და 107%-ს აჭარბებს ათვისების მაჩვენებელი. ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში 95.9%-ია, 2 მილიარდ 321 მილიონი ლარია, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით 625 მილიონ ლარამდე ათვისებული და 92.6%-ია ათვისების მაჩვენებელი და ნუასროზის სამინისტროებს აქვს 80%-ის ფარგლებში ათვისების მაჩვენებელი. ეს არის ძირითადი პარამეტრები, რა თქმა უნდა, თუ კითხვები გაქვთ, საერთოდ თქვენს კითხვებს უპასუხებთ. მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი, როგორც მოგეხსენებათ, გრაფიკის მიხედვით ყველა კომიტეტმა გაიარა, მაგრამ ალბათ არის შეკითხვები და ბატონ გიორგის ხო? გთხოვთ ბატონო გიორგი. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. ესე იგი, თქვენ ახსენეთ ესეთი ციფრი 10.7. ეს იყო მარტში საქართველოს ეკონომიკის და თქვენ როგორ ვარაუდთ, ეს სასწაული ციფრია, როგორ ვარაუდთ წლის ბოლოს რას ველოდებით, როგორ იქნება საქართველოს ეკონომიკის და აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ახალ 2026-ში ყოველ თვე იზრდება საქართველოს ეკონომიკა. სხვა შეკითხვები არ ჩანს, გთხოვთ უპასუხოთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე თვის ბოლოს, მაისის ბოლოს ახლა მუშაობთ ამაზე და წარმოვადგეთ განახლებულ მაკროეკონომიკურ სცენარებს, რაზედაც უკვე დაეფუძნება 2027 წლის და შემდგომი წლების ბიუჯეტების მომზადება, წარმოვადგენ თქვენ წინაშე და ამის განხილვა გვექნება, თუმცა შემიძლია ვახსენო, ყველა საფინანსო ინსტიტუტმა გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მათ შორის ბოლოს IMF-მა, სავალუტო ფონდმა 6%-მდე აწია და ეს ინფორმაცია გახდება მალე ალბათ საჯარო კონსულტაციების დროს ესე იყო, რომ მათი მოლოდინი ესეთია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, დაახლოებით 6.5%-ის ფარგლებში, შეიძლება 6.3, 6.5%-ის ფარგლებში. ეს იქნება საბაზო სცენარი, თუმცა პოზიტიური სცენარის შემთხვევაში 7%-ს ალბათ გადააჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ჩვენ როგორც ყოველთვის სამივე სცენარს წარმოვადგენთ, ეს რა თქმა უნდა ბევრია დამოკიდებული მათ შორის საგარეო ფაქტორებზე, თუმცა საბაზისო სცენარში 6%-ზე მაღალი იქნება ჩვენი პროგნოზი.
ფინანსის სამინისტრო ყოველთვის კონსერვატიულად არის ეკონომიკურ ზრდაში, თავიანთი ფუნქციიდან გამომდინარე. სხვა შეკითხვები ხომ არ არის? კარგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ეს არ ვიცი, რამოდენი ყველა კომიტეტზე განხილულია, ფრაქციებშიც, ამიტომ ყველაფერი გასაგებია. კარგი, მადლობთ ბატონო გიორგი, საკითხი განხილულია. საქართველოს პარლამენტის წევრების შოთა პერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, თარნიკე პერეკაშვილის, ლევან მაჭავარიანისა და მარიამ ლაშქრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოსვენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ანტონ ობოლაშვილი. გთხოვთ ბატონო. ჩვენ გვაქვს მეორე მოსვენი, თუ გსურთ რაიმეს თქმა, თუ არ და გადავიდეთ პირდაპირ განხილვაზე. ჩვენ მეორე მოსმენა გვაქვს, პუნქტობრივ ნოტ უნდა გავიაროთ, თუ გინდა წინასე რამის თქმა ბრძანეთ, თუ არ და გადავიდეთ პირდაპირ განხილვაზე. პირდაპირ და დასუსტებას გავაკეთებ. მეორე მოსმენი წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. დასუსტებისთვის წარმოდგენილი ცვლილებით აქსისის გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი. მადლობთ. მუხლებით ხო? მუხლი პირველი. მუხლი პირველი ცვლილებები არ განხორციელდება. შეკითხვა ხომ არ არის ან შენიშნა. მუხლი მეორე ეს არის ამოქმედების ვადა. მუხლი მეორე ცვლილებები არ განხორციელდება. შენიშნები, შეკითხვები არ არის. ვაყენებ კენჭის ხრაზე. ვინ არის მომხრე რომ ხარი დაუჭიროთ? წინააღმდეგი არ არის. მადლობთ ბატონო ანდონ. დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის საჯარო დაწესებულებაში შრომის განაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით. წარმოგიდგენ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს. კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილისთვის შრომის ანაზღაურების კომპონენტებში ისეთი კომპონენტის გათვალისწინებას, როგორიცაა სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო. დღესდღეობით როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის შრომის ანაზღაურების მექანიზმში ეს კომპონენტი გათვალისწინებული არ არის. ეს აკრძალვა მიემართება როგორც მაგალითად მინისტრებს, მერებს, ისევე მათ მოადგილეებს, იქიდან გამომდინარე რომ და შესაძლებელია ეს გამართლებული იყოს მინისტრის ან მერის შემთხვევაში, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელები არიან და ბუნებრივია რომ ისინი საკუთარი თავის პრემიერების შესაძლებლობის შექმნით გარკვეულწილად ინტერესთა კონფლიქტში იქნებიან შესულები, თუმცა მინისტრის მოადგილისათვის, მერის მოადგილისათვის იმ წინაპირობების არსებობის შემთხვევაში რომელიც ზოგადად კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და გულისხმობს და ქმნის შესაძლებლობას რომ საჯარო მოსამსახურეები წახალისდნენ, ეს არის ზეგანაკვეთური სამუშაო, ღამის საათებში, დასვენების საათებში მუშაობა, რაც ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის ან განსაკუთრებული დავალების, განსაკუთრებული სირთულის დავალების წარმატებით გადაჭრა, კანონმდებლობით ამგვარი წახალისების მექანიზმი გათვალისწინებული არ არის. კანონპროექტი გთავაზობთ მთავრობის წევრის მოადგილისთვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის მოადგილისთვის, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილისა და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილისათვის შესაძლებლობის შექმნას, რომ ამ კანონით კაცრად განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, ისევე როგორც კანონმდებლობით დაწესებული ფულადი, ასე ვთქვათ, კანონმდებლობით დაწესებული შესაბამისი ზღვრული ოდენობის ფარგლებში გაიცეს ფულადი სარგო, ანუ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო. მეორე საკითხი, რომელიც კანონპროექტით არის გათვალისწინებული, ეხება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პროცენტული რიცხოვნობის და დღესდღეობით დასაშვებია კანონმდებლობით, რომ საჯარო დაწესებულებას საკუთარი საშტატო რიცხოვნობის არაუმეტეს 10% ყავდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული, თუმცა 2024 წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით მოხდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის, ანუ ჯგუფის გაზრდა და ამ ჯგუფში უკვე ექცევიან
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები, როდესაც ისინი მანამდე წარმოადგენდნენ პროფესიულ საჯარო მოხელეებს და შესაბამისად მათი გათვალისწინება საშტატო ნუსხაში ხდებოდა როგორც პროფესიული საჯარო მოხელეები. შედეგად მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ყავს შესაბამისი ანუ ძველად ადრე პირველადი რედაქციით და ვარიანტით არსებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეები, რომელსაც ემატება ეს კატეგორია და ამ 10%-დან 15%-მდე აწევა ამ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას მოგცემს. ეს პროცენტული ზრდა არ შეეხება მუნიციპალიტეტებს, ვინაიდან მუნიციპალიტეტებში მსგავსი გარდაქმნა არ მომხდარა მუნიციპალიტეტის მერიაში მის აღმასრულებელ ორგანოში დასაქმებული პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები კვლავ წარმოადგენენ პროფესიულ საჯარო მოხელეებს და შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერიისათვის დადგენილი 10%-იანი ზღვარი შენარჩუნებული იქნება. მადლობთ. შეკითხვები ბატონი ბეჟანი. მოგესალმებით. ეხლა თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ეს რაც გინდოდა და დაასტურეთ კიდევა დაამტკიცეთ, მაგრამ ჩვენ მივიღეთ რამოდენიმე წლის წინათ კანონი, რომელიც ყოველივე ამას გზალავდა. და გავიდა დიდი დრო არ გასულა მის შემდეგ ხელფასებიც მოუმატეთ ყოველწლიურად ჩვენ ჩადებული გვაქვს კანონში რომ 10%-იანი მატება არის ყველა სახელმწიფო სტრუქტურებზე სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე ყველა პირებზე და ეხლა ვიწყებ თავიდან მოადგილეებს ორგანიზაციის თანამშრომლებს კიდევ ვიწყებთ იმას რომ მივცეთ დანამატი. რატომ არის ეს აუცილებელი, რა თანხებიზე გადის ეს და დაახლოებით რა თანხებით შეიძლება დაემატოს ბიუჯეტს, საიდან ვიღებთ ამ წელს ბიუჯეტში ამას, ყოველი ამაზე უფრო ღმად ჩაშლილი განმარტება მინდა მოვისმინო. ძალიან ბატონო. მეც და კითხვა ეხება ჩემი რა იყო საფუძველი ამის მოთხოვნის, საიდან მოვიდა ეს იდეა პრემიების გაცემის და დანამატების გაცემის შესახებ, რამ გამოიწვია ამის აქტუალობა? მადლობა. შეკითხვები მე მგონი აღარ არის, სანამ მოპასუხებთ, მცირე განმარტებას გავაკეთებ მეც რაზე არის საუბარი. ჩვეულებრივად ჯილდოს იღებს ყველა თანამშრომელი, ვერ იღებს მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირები. ანუ ჩვენ დეპუტატები, ეს არის მერები, ეს არის მინისტრები და ასე შემდეგ და მისი მოადგილეები. ეხლა წამოიჭრა არაფერი არ შეცვლილა, ყველაფერი ძველებურად რჩება, ვერაფერს ვერ აიღებს ვერც დეპუტატი, ვერც მინისტრი, ვერც მერი, უბრალოდ საუბარი იყო იმაზე, რომ თუ დეპარტამენტის უფროს შეუძლია რომ აიღოს ეს ჯილდო, დამსახურებისთვის ან ზედმეტი იმუშავა, ან რაღაც რატო არ შეუძლია მინისტრის მოადგილეს თქვა. აი ამაზეა მხოლოდ საუბარი და ეს მინისტრის მოადგილეები შედის თუ მუშაობს ნორმალურად და იმსახურებს ან ბოლომდე აი ამაზეა საუბარი და უკეთესად ახსნის მოხსენებელია. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ახალი და რამე რო ან ჩვენ გვეხება ასეთი რამე არ ხდება. მადლობა შეკითხვებისთვის. პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ ჯილდოსა და დანამატზე, უნდა გავმიჯნოთ ის თანამდებობრივი სარგოსაგან, რომელიც არის გარანტირებული, ხოლო ჯილდო და დანამატი, რა თქმა უნდა, არ არის გარანტირებული. არც ჯილდო, არც დანამატი არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის არც დაგეგმილ ხარჯს და არც გარანტირებული შემოსავალია კონკრეტული თანამდებობის პირისათვის. თანამდებობის პირმა შესაძლებელია ისე იმუშაოს მთელი თავის პერიოდის განმავლობაში, როგორც საჯარო მოხელეების შემთხვევაშია ისევე აი ამ კატეგორიის პირებმა, ვისაც გთავაზობთ, რომ მისთვის არც დანამატის მიცემა გახდეს საჭირო, არც ფულადი ჯილდოსი. ჩვენ ვსაუბრობთ შემთხვევებზე, როდესაც და თანამდებობის პირებზე, მაგალითად იგივე მერის მოადგილე ან თუნდაც მინისტრის მოადგილე, იმის მიუხედავად, რომ განაწილებაში საჯარო სამსახურის განაწილებაში წარმოადგენენ სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, არსებითად ასრულებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ანუ არაფრით არ
არ განსხვავდებიან მაგალითად რომელიმე დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსისაგან, რომელიც პროფესიულ მოვალეობებს საჯარო დაწესებულებას დაკისრებულ ფუნქციას ამ შემთხვევაში ასრულებს და ასრულებს კეთილსინდისიერად. ცხადია, რომ თუ არ იქნება წახალისების მექანიზმი გათვალისწინებული, ეს შექმნის ერთგვარ ფორმალურ თანასწორობას და არა ვთქვათ შედეგის ეფექტიანობას, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ სისტემა ახალისებდეს ადამიანს, რაც არ უნდა მაღალი რანგის მენეჯერი იყოს, თუ ის მუშაობს კეთილსინდისიერად, მუშაობს ეგანაკვეთურად და ასე შემდეგ. ბატონმა ბეჟანამ ახსენა ხელფასების ყოველწლიური ზრდა, ხელფასების ყოველწლიური ზრდა, ანუ ამ ეტაპამდე იყო ხე ჩვენ არ ვიცით კიდევ იქნება თუ არა, ეს ერთი საკითხია, მეორე საკითხია, რომ ეს ხელფასების ზრდაც გამოწვეული იყო იმ განსხვავებით, რომელიც არსებობს დღესდღეობით და დღემდე შენარჩუნებულია განსხვავება მედიანურ ხელფასში სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასახელმწიფო სტრუქტურებს შორის. საშუალო განსხვავება მაგალითად 2025 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ხელფასის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით კერძო სექტორში არის 2650, საჯარო სექტორში არის 2100 ლარი. ეს იმის მიუხედავად, რომ ბოლო 4 წელია 10%-ით მინიმუმ იზრდება შრომის ანაზღაურება. ეს განსხვავება კიდევ უფრო დრამატულია, როდესაც გადავდივართ მაღალი რგოლის მენეჯერებზე, აი მაგალითად მინისტრის მოადგილეზე და მის შესატყვის თანამდებობაზე კერძო სექტორში. ამიტომ სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყავდეს დასაქმებული ისეთი თანამშრომელი, რომელსაც გარდა იმ მაღალი ხელფასისა, რომელიც შეიძლება მაღალ ხელფასად ითვლება საჯარო სექტორში, კეთილსინდისიერი მუშაობის შემთხვევაში ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ არსებობდეს იმის შესაძლებლობა, რომ მისი წახალისების მექანიზმები იქნეს გამოყენებული. ბიუჯეტს რაც ეხება იქიდან გამომდინარე, რომ ეს შრომის ანაზღაურების ფონდი ყოველ დაწესებულებას აქვს წლის განმავლობაში დამტკიცებული, ასევე ხდება მისი იმ ვაკანსიების ანუ ვაკანსიისთვის განსაზღვრული ფულადი სარგოს გამოყენება, რომელიც ამა თუ იმ დაწესებულებას შეიძლება არსებობდეს, თვითონ ეს კანონპროექტი როგორც წელს ისე სამომავლოდ არ ითვალისწინებს არც ერთ დამატებითი ხარჯის მობილიზებას და შრომის ანაზღაურების ფონდის იმაზე მეტად გაზრდას, ვიდრე ეს გენერალურად იქნება გადაწყვეტილი მომდევნო წლების ბიუჯეტისათვის. ანუ არსებული შრომის ანაზღაურების ფონდში არსებული წახალისების ფულადი სარგოს ის მოცულობა გამოიყენება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, ეს ინიციატივა არ გამოიწვევს არანაირ დამატებითი ხარჯის გაწევას სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან. არსებული შრომის ანაზღაურების ფონდის სახსრები იქნება გამოყენებული ისიც იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის საჭიროება დადგება. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ანუ ეს საჭიროება შესაძლებელია საერთოდ არ დადგეს, შეიძლება ერთი თანამშრომლის, ერთი მერის მოადგილის შემთხვევაში დადგეს, ან ერთი მინისტრის მოადგილის შემთხვევაში დადგეს. მადლობთ ბატონო ვახტანგ, დაზუსტება ბატონი ბეჟანი. ზუსტად, მოდი. მე მესმის თქვენ რასაც ამბობთ, მაგრამ ჩემი აზრით არ იქნება სწორი. უკეთესია რომ ოპტიმიზაცია მოვახდინოთ ჩვენ გინდ იმ ორგანიზაციაში, გინდა მერიებში, საკრებულოში, სადაც ეს საჭიროა და ხელფასები ავწიოთ. ჩვენ მე მესმის ძალიან კარგად რომ ჩვენ კონკურენციაში უნდა შევიდეთ კერძო სექტორთან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ პროფესიონალებს სახელმწიფო სტრუქტურებში დავკარგავთ, ამიტომ მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება რომ ხელფასების 10%-იანის და გაგვეკეთებინა, თუ საჭიროა რომ კიდევ ავწიოთ და ამისი აუცილებლობა არსებობს, ყველგან ავწიოთ, მინისტრსაც ავწიოთ, მოადგილესაც ავწიოთ და ყველას, მაგრამ ამის დაწესება რომ ჩვენ იმის გამო რომ დეპარტამენტის უფროს ეკუთვნის და მოადგილეს არ ეკუთვნის, მოდი მე დეპარტამენტს გავუქმოთ და საერთოდ ყველას მოუმატოთ ხელფასი. მე ვამბობ რომ ოპტიმიზაცია გავაკეთოთ და ისე მოვახერხოთ რომ ხან მივიღოთ მოუმატოთ, ხან არ შეიძლება დანამატი და პრემია. მე ვფიქრობ რომ არარელევანტური იქნება ყოველივე ამის გაკეთება, იმიტომ რომ ყოველთვის მოგვიწევს ხან მიღება, ხან შეჩერება. ერთხელ და სამუდამოდ ოპტიმალური ვარიანტი მივიღოთ, რაოდენობრივი სად რამ უნდა იმუშაოს და დატვირთვა იყოს და მაღალი ხელფასი კონდეს იმას, ვიდმე 200 კაცი გვყავდეს და 50 მივიღო და ეს გავაკეთოთ. ბატონო? განსაზღვრული უნდა იყოს თითოეული ორგანიზაციაში და არსად არ არის ეს რომ რამდენი
ხელფასი უნდა იყოს და თუ რაღაცა განსაკუთრებული იმასქნა, მაშინ უნდა იყოს ამისთვის სხვა კანონი, რომელიც იმ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც მაგალითად თუ დამატებით რაღაც გააკეთა და რაღაც ჯილდოს ვაძლევ და ისეთი რაღაცა გააკეთა, რომელიც მართლა ჯილდოს იმსახურებს, კი ბატონო, მაშინ კანონი მივიღოთ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს, რა უნდა იყოს, რა უნდა შეასრულოს მან, ან რა პოზიცია უნდა ქონდეს, რომ აი ეს ჯილდო და ან ეს დანამატი მიიღოს და ისე რომ ეხლა მერის გადაწყვეტილებით, ვისაც უნდა დაურიგოთ, ან ორგანიზაციის, ან ხელმძღვანელის, ან მინისტრის დავალებით და გადაწყვეტილებით, ეს არა, ცალკე უნდა იყოს კანონი, რომელშიც ჩაიწეროს ის რეგულაციები და ეს რეგულაციებს თუ აკმაყოფილებს, კი ბატონო, მაშინ მივცეთ მას გინ ჯილდო და გინ დანამატი. მე ფიქრობ, არ იქნება კარგი და ამას ვერ გავიგებ საზოგადოება ასე კარგად. ბატონო ვახტანგ, თუ გსურთ, მე მგონი ყველაფერი გასაგები აქვს, მაგრამ თუ გსურთ, ძანეთ. დიახ, დავამატებ იმას, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ამ ინიციატივებზე მუშაობდით, ვეცადეთ, რომ გარკვეულწილად პრაქტიკაც მოგვეძიებინა რაღაც განსაკუთრებულს ხო არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ გვესმის საზოგადოების ალბათ აზრიც შეიძლება ჩვენ როგორც საზოგადოების წევრებში ჩვენშიც გაჩნდა ეს აზრი. ზოგადად წახალისების მექანიზმი და საჯარო ადმინისტრაცია როგორც არსებობს და მაგალითი იყო ამ შემთხვევაში ევროპული სახელმწიფოები, როგორც განვითარებული ისე დაახლოებით ჩვენი ეკონომიკის ტიპის ქვეყნები, გულისხმობ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ჩვენ ვნახეთ არა მარტო მინისტრის მოადგილეების მაგალითები და ეს განმარტებით ბარათშიც კარგად გვაქვს წარმოდგენილი, არა მარტო მინისტრის მოადგილეების ან მერის მოადგილეების შემთხვევაში, არამედ ასევე არსებობს მაგალითად იგივე მინისტრის შემთხვევაში ფულადი ჯილდოს მიცემის მექანიზმი, მერის შემთხვევაში, ამიტომ რაღაც განსაკუთრებული სიახლე ეს არ არის, რაც შეეხება იმას, რატომ უნდა არსებობდეს ფულადი ჯილდო და დანამატი, იმიტომ რომ შეუძლებელია დღევანდელ პირობებში და ზოგადად საჯარო ადმინისტრირების პირობებში დაგეგმილი რეჟიმით იმუშაოს განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებმა. დეპარტამენტის უფროსისთვისაც, სამმართველოს უფროსისთვისაც, რიგითი სპეციალისტისთვისაც იმიტომ არის შემოღებული ეს შრომის ანაზღაურების აღნიშნული დამატებითი კომპონენტები, რომ არც ერთი მათგანი ან დიდი ნაწილი არ მუშაობს 9 საათიდან 6 საათამდე უწევთ ზეგანაკვეთურად მუშაობა, შაბათ-კვირას მუშაობა და ამიტომ რაღაცა დაზღვევის მექანიზმები უნდა არსებობდეს. ესე ნებაყოფლობით, პირადი მიხედულებით გაცემაც არ მოხდება, არც ფულადი ჯილდოსი და არც დანამატის, იმიტომ რომ კანონით განსაზღვრულია ამ შემთხვევაში, რა შემთხვევაში გაიცემა ფულადი დანამატი და ეს უნდა დასაბუთდეს, რა შემთხვევაში გაიცემა ჯილდო და ეს უნდა დასაბუთდეს, ამას ასაბუთებს დაწესებულების ხელმძღვანელი, ვინც აწერს ხელს ბრძანებას, ანუ გადაწყვეტილებას პირის პრემირების თუ მისთვის შესაბამისი ფულადი ანაზღაურების მიცემის თაობაზე და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილებები არის ტრანსპარენტული, იმიტომ რომ ყველა ჩამოთვლილი თანამდებობის პირის დეკლარაცია ექვემდებარება საჯაროობას, მათი შემოსავლები საჯაროვდება პროაქტიულად, არა პროაქტიულადაც შესაძლებელია მათი მონაცემები არ არის პერსონალური საიდუმლო, რადგან საჯარო თანამდებობის პირებს წარმოადგენენ და აქ რაღაცა უსაზღვრო რაოდენობის პრემიების დარიგება რომ არ მოყვება ამას შედეგად, ეს მაგალითითაც შეიძლება ვნახოთ თუ თქვენი მხარდაჭერა ამ კანონ პროექტს ექნება და ის კანონად იქცევა. კარგით, ვაღინებ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არ არის. კოლეგებო, ამის წინ პირველი კვარტლის შესრულება ცნობად ვიღებთ, მაგრამ მაინც კენჭისყრა უნდა და კენჭისყრაზე ვაღინებთ. და ბოლოს საკითხი. სულ ბოლოს საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებებს, არ მობრძანდა მოხსენებელი, ამიტომ გადავდებთ და ეხლა განვიხილოთ ბოლოს საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ტყვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და თანამდებობი კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ეზუგბაია. ბატონ ზურაბ, ეს პირველი მოსმენა არის და შეგიძლიათ ყველა კანონი ერთად გავიაროთ. მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, ბატონო პარლამენტის წევრებო, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას სათანადო სამართლებრივი საფუძველი ტყის სექტორის მასშტაბური რეფორმისთვის. რეფორმის გარკვეული ელემენტები, რომელიც შესაძლებლობას უკვე გვაძლევდა უწყების კომპეტენცია, პრინციპში დაწყებულია და შემდგომი გაგრძელება და რეფორმის მასშტაბის გაფართოება იქნება დამოკიდებული სწორედ წარმოდგენილი კანონპროექტის საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე.
პირველ რიგში ძირითად კანონ პროექტთან დაკავშირებით ეს არის საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონ პროექტი. ამ კანონ პროექტით ტერმინთა განმარტებას ემატება ტყის ფიზიკური დაცვის ცნება, რომელიც განმარტება როგორც უშუალო ტყის მართვის ორგანოს მიერ მის მართვას დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიის ფიზიკური დაცვა უკანონო ტყის სარგებლობისა და ტყის რესურსების დატაცებისაგან. ეს ელემენტი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საფუძველი რეფორმის ტყის ფიზიკური დაცვის შემოტანა და მეორე მექანიზმი, რომელიც წარმოიქმნება, ეს არის ეგრეთ წოდებული ზეზემდგომი ხის აუქციონის წესით რეალიზაცია, ამ სექტორის კომერციული განვითარების ხელშეწყობა. რამოდენიმე სიტყვით აღვნიშნავ რეფორმის მიმართულებებს ერთი და მეორე ინსტიტუტთან დაკავშირებით. პირველ რიგში ტყის ფიზიკურ დაცვასთან მიმართებით დაგეგმილია გაიმიჯნოს ორი პროფილის, დარგობრივი პროფილის მქონე ექსპერტების საქმიანობა ტყის ეროვნულ სააგენტოში, ეს გახლავთ მეტყევეები და ტყის მცველები. მათი პროფილის გამიჯვნა შესაძლებლობას შექმნის, რომ შესაბამისი ცოდნის დონის, მომზადების დონის სპეციალიზაციით იქნება შერჩეული კადრები და მათი თანამდებობრივი აღწერა უფრო მიზნობრივად ასახავდეს იმ ფუნქციონალურ ამოცანებს, რომელიც უნდა შესრულდეს მეტყევისა და ტყის მცველის მხრიდან. სამცველო უბნების ზომების განსაზღვრა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე და საქართველოს ლანდშაფტის ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით. დღესდღეობით ეს სამცველო უბნები იძულებით არის გაზრდილი, ძალიან დიდი მოცულობისა და ფაქტობრივად ტყის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს არც აქვთ ფიზიკურად შესაძლებლობა, რომ მთლიანად სრულფასოვნად უზრუნველყონ მისი დაცვა. მით უფრო რომ არა კომპეტენციაში და კანონით მინიჭებული მათ უფლებამოსილების ნაწილში ტყის ფიზიკური დაცვის და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენციის ღონისძიების განხორციელება. სამომავლოდ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ტყე დაიყოფა ადეკვატურ ტყის უბნებად დაახლოებით 2500-3000 ჰექტარის მოცულობით, რომელიც ასე ვთქვათ შეიძლება გაკონტროლდეს ტყის მცველის მეშვეობით. ტყის მცველებთან დაიდება პერსონალური განპირობებული ხელშეკრულებები, რომელიც ასახავს მათ პასუხისმგებლობას კონკრეტულ უბანთან დაკავშირებით და იმ ზომებს, იმ საშუალებებს, რომელიც არის გადაცემული ტყის მცველზე ამ ფუნქციის შესრულებლად. ტექნიკური აღჭურვის ზომები მასშტაბურად იქნება შესყიდული მთელი რიგი ის თანამედროვე ტექნოლოგიები, კონკრეტული ინვენტარი ან ტექნიკური საშუალებები, რომლებიც დაეხმარება როგორც მეტყევეს მის ფუნქციების განხორციელებაში, ასევე ტყის მცველს. მათ შორის ეს არის დრონები, ეს არის პლანშეტები, ეს არის ასე ვთქვათ, სპეციალური აღჭურვილობა და სხვა და სხვა. და შრომის ანაზღაურების გაზრდა ჩვენ შევძელით ფინანსთა მინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარებით უკვე წლის დასაწყისში ტყის ეროვნული სააგენტოს მასშტაბით ხელფასების ეტაპობრივი ზრდის უზრუნველყოფა იმისათვის რომ ეს პროფესია, ეს საქმიანობა გახდეს დაფასებული და ჩვენ შევძლოთ არა მარტო პასუხისმგებლობა დავაკისროთ ამ ადამიანებს, არამედ მივცეთ მათ რეალური ანაზღაურება მათი შრომისათვის. კანონპროექტი ითვალისწინებს, როგორც უკვე ვახსენე, ესე იგი, სამინისტრო ტყის მართვის ორგანოების კომპეტენციაში ორი უფლებამოსილების დამატებას, ერთი არის აუქციონის წესით ხე-ტყის დამზადების უფლების სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ტყეკაპზე გაცემა, ანუ აუქციონის გამოყენება ზეზემდგომი ხის სარეალიზაციოდ და მეორე ტყის ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა. ზეზემდგომ აუქციონთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს მექანიზმი, ეს ინსტიტუტი მოგცემს საშუალებას ჩაუნაცვლოთ დღევანდელი პრაქტიკა, შევამციროთ ის ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო უწყებები, ტყის მართვის ორგანოები იღებენ, ანუ ტყის მასალის დასამზადებლად და შემდგომ სარეალიზაციოდ გამოსაყენებლად, კერძოდ კომერციული სექტორი აუქციონის წესით მოიპოვებს სარგებლობის უფლებას და უზრუნველყოფს ზეზემდგომი ხის დამზადებას თავის ხარჯებით, ასევე ტრანსპორტირების კომპონენტი გადავა კომერციული სექტორის მხარეს და მეორე მხრივ ტრანსპორტირება მოხდება არა საქმიან ეზოში, არამედ პირდაპირ იმ ობიექტზე, იმ სამიწარმოო ობიექტზე, რომელსაც იყენებს კონკრეტული ინტერესანტი.
გამოყენებული იქნება აუქციონის დროს საბაზრო ფასი დადგინდება შესაბამისი ექსპერტების მხრიდან, ვაპირებთ გამოვიყენოთ სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მონაცემები. მოცულობები, რომლის მიხედვითაც გამოვა სარეალიზაციოდ ხეტყის მასალა იქნება აღწერილი ზეზემდგომი ხის მასშტაბით, რაც გაზრდის მოცულობას, გაზრდის იმ ღირებულებას, რომელსაც რეალურად საბაზრო სექტორის მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა იხდიდეს კომერციული სტრუქტურა, შესაბამისად ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნარჩენები, მეორადი მასალები იქნება ასევე ათვისებული კომერციული სტრუქტურის მხრიდან, ბიზნეს სექტორის მხრიდან და გაჩნდება დამატებითი ქვესექტორები ამ სფეროში და დასაქმების ახალი ადგილები. ასევე გაიზრდება ხელშეკრულების რეგულების სფერო. ხელშეკრულება, რომელიც მოაწესრიგებს უკვე მეწარმის მხრიდან ზეზემდგომი ხის დამზადებას, მის ტრანსპორტირებას, მოგცემს საშუალებას, რომ ზუსტად მიზნობრივად ჩამოვაყალიბოთ ყველა ის უფლება ვალდებულებები, რომელიც დააკავშირებს ტყის მართვის ორგანოს და აუქციონში გამარჯვებულ სუბიექტს. ამის პარალელურად კანონპროექტი სავალდებულოდ განიხილავს იმას, რომ ტყის მართვის ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ყველა სათანადო საშუალებით კონტროლს უწევდნენ ასე ვთქვათ, ხეტყის დამზადების პროცესს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაშიც. თვითონ ტყეკაპის მომზადება აღწერა, რჩება და განხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მხრიდან. კანონპროექტით არის გათვალისწინებული შესწორებები ტყით სპეციალური სარგებლობის სახეობებში, რომლებიც შეიძლება იქნეს გამოყენებული. იქნებ ფინანსურზე გამახვილოთ ყურადღება ეგ წამყვან კომიტეტზე. კი ბატონო. როგორც უკვე ვახსენე, ესე იგი, ამ რეფორმას დასჭირდება მხარდაჭერა საფინანსო მხრიდან, კანონპროექტის განმარტებით ბარათით არის გათვალისწინებული ის მიახლოებითი ხარჯები, რომლებიც იქნება გაღებული უწყების მხრიდან რეფორმის ხარდასაჭერად, ეს არის დაახლოებით 28 მილიონი ლარი 2026 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში. კანონპროექტის მიღებას და ამ რეფორმას ექნება დადებითი გავლენა ტყით დამზადების, მოპოვების და გადამუშავების სექტორზე, ეს გაზრდის სახელმწიფო შემოსავლებს, გაზრდის ასევე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლებს, რომელიც გადასახდელი იქნება აუქციონში გამარჯვებული ტყით მოსარგებლეების მხრიდანაც. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ესე იგი, არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სარგებლობისათვის გარდა იურიდიული პირებისა, მეწარმე ფიზიკური პირების დაშვებას. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მეწარმე ფიზიკური პირების მხრიდანაც გამოიგრძნობა ინტერესი ამ სექტორის მიმართ და ესეც გააფართოვებს ამ ნაწილში ტყის რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობებს. კიდევ ერთი შესწორება, რაც გვაქვს ჩვენ კანონით გათვალისწინებული, ეს არის მიჩენის მიზნით ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესაძლებლობის წარმოქმნა. ეს გახლავთ ტყის სარგებლობის სფეროში მიჩენის მიზნით კოდექსის ამოქმედებამდე გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები, რომელთაც ვადის ამოწურვის შემთხვევაში ვანიჭებთ საქართველოს მთავრობას უფლებამოსილებას, რომ გააგრძელოს აღნიშნული ვადა არა უმეტეს 59 წლის ვადით. გარკვეული დაზუსტება ხდება ასევე სოციალური, ეგრეთ წოდებული სოციალური ჭრების გარდამავალ მუხლშიდაც აქვს ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ რესურსული ბაზის შემცირების გამო შესაძლებელი იქნება სოციალური მიზნებით გასათბობის შეშის მიწოდების მიზნით გამოყენებული იქნეს მოვლითი ჭრის სარეკონსტრუქციო ჭრით მიღებული რესურსები, ასევე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შემთხვევაში გადმოცემული საშიშე მერქანიც. ეს ნორმა შეგახსენეთ, რომ მოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე. მნიშვნელოვანი ასევე, რომ საინფორმაციო ელექტრონული სისტემა გაფართოვდება და გათვალისწინებულია წელს 1 ივლისამდე, 31 ივლისამდე მინისტრის მხრიდან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მხრიდან ბრძანების გამოცემა, რომელიც დაამტკიცებს მერქნული რესურსის მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესს. მერქნული მართვის ელექტრონული სისტემა ფართოვდება და ის გამოსაყენებელი გახდება ყველა მოსარგებლისათვის, ტყის მართვის ყველა ორგანიზმისთვის და არა მარტო ტყის ეროვნული სააგენტოსთვის და მასში აღიწერება ყველა პროცესი, რომელიც უკავშირდება ტყის რესურსების სარგებლობას.
საკანონმდებლო პაკეტში შედის ასევე სამი დამხმარე კანონპროექტი. ერთი არის ლიცენზიების და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მეორე გახლავთ გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს ორი კანონპროექტი მიზნად ისახავს, რომ ხაზგასმით ორაზროვნების გამოსარიცხად აღნიშნოს, რომ სალიცენზიო საქმიანობას არ განიკუთვნება ზეზემდგომი ხის აუქციონის წესით რეალიზაცია, ხოლო მესამე კანონპროექტი ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიზნად ისახავს, რომ აქაც აისახოს მოსაკლების გადამხდელს შორის მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაინტერესებულია არამერქნული რესურსით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით და ხის მეორეხარისხოვანი მასალით სარგებლობით. ეს გახლავთ ძირითადი ასპექტების წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის და გთხოვთ მხარი დაუჭიროთ და მზად ვარ. მადლობთ ბატონო ზურაბ, შეკითხვა ბატონ ბეჟანს. მადლობთ ბატონო ზურაბ. თქვენ გამოსვლაში და ამის დახასიათებაში, რასაც ახლა ვიღებთ, ხშირად იყო გაჟღერებული ზეზემდგომი ხეები, თუმცა მოსახლეობა ძალიან დიდი ინტერესს გამოთქვავს ასევე დაცემული ხეებისგან. მე მქონდა რამოდენიმე შემთხვევა მოგმართავთ ხოლმე, მაშინ ეს კანონი არ იყო და ვერ მიაღწია, რომ ნარჩენი ხეები, ნარჩენი ჯოხები, რომელიც შემდეგ ის მას ამუშავებს და მისგან იღებს რაღაც ისეთ ნივთს, რომელიც შემდეგ მას შეუძლია გაიტანოს როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე უცხოეთში და უბრალოდ ვერ მიიღო ვერავითარი ლიცენზია, რომ აი ეს ნარჩენები აეკრიბა ოფიციალურად აეკრიბა ტყეში, შემდეგ გადაემუშავებინა და მოახდინა მისი რეალიზაცია. დღეს რა მდგომარეობაა, თუნდაც ასეთი ტიპის ხეებზე, უბრალოდ ნარჩენებზე, მას ხეს ვერ დავარქმევ და ასევე დაცემულ ხეებზე, მასალაზე, რომელიც მრავლად ყრია ჩვენს ტყეებში. ეს პირველიდან, რა ვიცი, ორ შეკითხვა და რაც შეეხება დაფინანსების ხარჯები ალბათ ამ ნებართვებისა და მოსაკრებლების გადასახადიდან იქნება დაფარული, თუ ბიუჯეტიდან იქნება ეს და მაშინ თუ ბიუჯეტიდან იქნება ეს ნებართვებისა და ლიცენზიების თანხები სად გადაიხდა? შევა ბიუჯეტში თქვენთან ანგარიშე თუ ამის ფინანსების ცოტა ჩაგვიშალეთ და აი ეს არის რა, ეს რამოდენიმე კითხვა, რომელსაც მე მაინტერესებს პასუხი. მადლობთ. სხვა შეკითხვები არ არის, გთხოვთ. კი ბატონო, მოგახსენებთ, მადლობა შეკითხვისთვის. მართალზანად ბატონო ბეჟან, ესე იგი ის ნარჩენი ხე-ტყის მასალა არის სერიოზული პრობლემა ერთი მხრივ და მეორე მხრივ რესურსიც. სერიოზული პრობლემა არის იმ კუთხით, რომ ეს არის კერა იმისაც, რომ გავრცელდეს ტყის დაავადებები, ეს არის პრობლემა როგორც მისასვლელი გზებისთვის და უამრავი სხვა ასე ვთქვათ ზომების დაფინანსებას იწვევს, საჭიროებას იწვევს ტყის ეროვნული სააგენტოს მხრიდან იმისაც, რომ ტყე იყოს დაცული და მისი აღდგენა, მისი აღწარმოება იქნეს შესაძლებელი. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ მოქმედებით ორი მიმართულებით. ერთი არის აუქციონის შედეგად, როგორც მოგახსენეთ, ანუ ხე-ტყის რესურსის მიმართ გადახდილი ფასი, საბაზრო ფასი აიძულებს მეწარმეს, რომ მთელი მერქნული რესურსი, რომელიც იქნება დამზადების დროს მოპოვებული, არა მარტო თვითონ ხე, არამედ ნარჩენი მასალებიც, ესეც გაიტანოს და მისი კომერციალიზაცია მოახდინოს იმისათვის, რომ შეამციროს თავისი ხარჯების და გაუმჯობესოს ბალანსი შემოსავალსა და ხარჯ შორის. დღესდღეობით ასეთ საჭიროება მეწარმეს არ გააჩნია, იმიტომ რომ აუქციონი ტარდება ფაქტობრივად უკვე მიტანილ მერქნულ რესურსთან დაკავშირებით, რომელიც საქმიან ეზოშია მიტანილი და ამიტომ პრობლემა უფრო მეტად აზრთებული იყო. მეორე ნაწილი არის ბუნებრივია ტყის ეროვნული სააგენტოს მხრიდან თავისი ძალებით ზომების განხორციელება, იმისაც რომ ნარჩენი ხე-ტყე, რომელიც ადამიანის შარევით ან ბუნების შარევით არის წარმოქმნილი, გაიტანოს დროულად და ამ მერქნულ რესურსმა არ დაკარგოს თავისი საბაზრო ღირებულება. ამისთვის იქნება გამოყენებული უწყების ტექნიკური შესაძლებლობები, ასევე საქმიანი ეზოები, რომელიც მის განკარგვაში რჩება კვლავ და როგორც თქვენ ბრძანეთ, ესე იგი ამ პროდუქციის რეალიზაციაც გახდება შესაძლებელი, იმიტომ რომ ბაზარზე წარმოიქმნება ჩვენი აზრით რამოდენიმე სეგმენტი რეფორმის შედეგად, ეს არის თვითონ გალიმორი, ეს არის ესე იგი გადამუშავების პროდუქტები, ეს არის თვითონ საშეშე მასალა და შეშა და პალეტები და ასე შემდეგ. მეორე კითხვა, რაც შეეხებოდა უკვე დაფინანსების ღონისძიებებს, ჩვენი შეთანხმების მიხედვით ფინანსის სამინისტროსთან
ტყის ეროვნულ სააგენტოს გააჩნია საკუთარი შემოსავლების მხრიდან გარკვეული დანაზოგი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საწყისი ღონისძიებები ეს არის მომზადება და დასაქმება პირველ რიგში ტყის ცველების დაახლოებით 500 კაცამდე 500 ადამიანი უნდა იქნეს დამატებით აყვანილი ტყის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ძირითადად ეს არიან ტყის მცველები, ასევე არიან უბნის ხელმძღვანელები, ასევე არიან მეტყევები, უნდა მოხდეს მათი აღჭურვა, მომზადება და გადანაწილება საქართველოს შესაბამის რეგიონებში. აი პირველად სამუშაოებს საკუთარი სახსებით უზრუნველყოფს ტყის ეროვნული სააგენტო და მომდევნო წლიდან უკვე 2027 წლიდან ეს საკითხები იქნება წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში და შესაბამისად გადანაწილებული საკუთარ შემოსავლებებსა და ბიუჯეტის დაფინანსებას შორის. დაზუსტება. ზურა, ყველაფერი გავიგე და გასაგებია. ეხლა მაინტერესებს ფიზიკურ პირს ან ინდმეწარმეს, ну იგივე ფიზიკური პირია. თუ შეუძლია, მე შეიძლება ადამიანი არის რომ ის აი ამ იმ ტიპის სამუშაოებით არის დაკავებული, რაც მე გითხარით რომ რაღაცას ხედავს თავისი ხედვით, ჯოხი აგდია და ჩვენ მე შეიძლება ვერ შევამჩნიოთ ის ჯოხი, იქიდან იღებს რაღაცას, მიაგდა ამ ჯოხიდან ქმნის ისეთ კნილებას, რომელიც შემდეგ ძალიან ძვირად გადის საქართველოს ბაზარში და ასევე უცხოეთში. ამას თუ შეუძლია დამოუკიდებლად ამაზე აიღოს ნებართვა ლიცენზია, რომ იმან მოკრიბოს ეს ჯოხები, ან ეს ხეები, რომელიც დაცემულია ფაქტიურად არაფერ ფასეულობას და არ წარმოადგენს დიდად, თუმცა იმისთვის ძალიან ფასეულია, მისი ნებართვა აიღოს და ამ საქმით იყოს დაგავებული მხოლოდ და არა იმ ზეზე მდგომი ხეების მოჭრა, გატანა და ამის შემდეგ რეალიზაცია. კი ბატონო, მოგახსენებთ, ესე იგი, ეს საკითხი საჭიროებს დამატებით მომზადებას ტექნიკური კუთხითაც, იმიტომ რომ ამის ასეთი სპეციფიური ფორმით ტყისარგებლობის ღირებულება იქნება დასადგენი, ასევე ჩვენ გვაქვს უკვე ტყის მართვის ორგანოების მხრიდან შესაძლებლობა, რომ არამერქნული რესურსის, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალის დამზადების მიზნით გაიმართოს აუქციონები, უბრალოდ ამისთვის არის საჭირო მომზადება, რეგლამენტაცია, აღნუსხვა არეალების, სადაც ეს მასალები შეიძლება იქნეს მოპოვებული, სათანადო ფასის დადგენა და ამის შესაძლებლობებს ტყის ეროვნული სააგენტო მიიღებს რეფორმის განხორციელების კვალობაზე, როდესაც მას ეყოლება მეტი მეტყევე, მეტი ტყის ცველი და ეს უზრუნველყოფს იმასაც, რომ ტყის ფარგლებშიც აღწერა მდგომარეობის, სანიტარული მდგომარეობის მართვა, მოცულობების დადგენა, გეგმების დადგენა გახდება გაცილებით უფრო მოქნილი და მორგებული კომერციულ სექტორზე. მოვინიშნა ეს საკითხი და დამატებით იქნება გადაცემული. დღეს ვაკეთებთ მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ასე ვთქვათ, ლიცენზიების დონეზე არის აღებული. ხო? კი. კარგით, ამოიწურა შეკითხვები, ვაყენებ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არ არის. მადლობთ ბატონო ზურაბ. ამით სტომის დღის წესრიგი ამოწურულია. მადლობთ ყველას დასწრებისათვის.